Საღამოშვიდობის დღის მთავარი თემებითა და სტუმრებით ზუსტად 21 საათზე პირდაპირ ეთერშია პოლიტიკური თოქ-შოუ პირველი სტუდია მე ეკა მიშველაძე ვარ. მთავარი პროკურორის შემცვლელი და პირველი შეფასებები რა ნიშნით შეირჩა ვაკანტურ პოსტზე კანდიდატურა, როგორი იქნება პროკურატურის პოლიტიკა და რამდენად საფუძვლიანია ვარაუდები მთავრობის შემადგენლობის ცვლილებაზე. გახდება თუ არა ოპოზიციის მიერ დაანონსებული ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი მთავრობის ეკონომიკური გუნდის გადახალისების საფუძველი. როგორია პოლიტიკოსებისა და ექსპერტების მოსაზრებები, რამდენიმე წამში დისკუსია პირველ სტუდიაში. არჩილ კბილაშვილის შემცვლელი უკვე ცნობილია, ვინ გახდება მთავარი პროკურორი, რა გახმაურებული საქმეები უკავშირდება ოთარ ფირცხალაძეს, იცნობენ თუ არა მას თანაგუნდელები, მოსალოდნელია თუ არა დამატებითი ცვლილებები სამთავრობო გუნდში და რას ელიან ახალი მთავარი პროკურორისგან ქართულ ოცნებაში. პირველი სტუდიის შეკითხვებს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი არმაზ ახვლედიანი, ფსიქოლოგი ზურაბ ბიგვავა და პოლიტოლოგი თენგიზ ფხალაძე უპასუხებენ. ოთარ ფირცხალაძე იქნება ახალი მთავარი პროკურორი. გიდასტურებთ ნამდვილად იმჯერა რომ იქნება ძალიან ეფექტური ახალი პროკურორი. არ ვიცნობ ამ პიროვნებას, შესაბამისად არის პრემიერ-მინისტრის კომპეტენცია და შესაბამისად უკვე იუსტიციის მინისტრის წარდგინებით პრემიერ-მინისტრი დანიშნავს ახალ მთავარ პროკურორს. ის იყო იმ სპეცოპერაციის ავტორი, როდესაც თბილისში რასმუსენი იმყოფებოდა, მან 22 საკრებულოს წევრი და გამგებელი სახლებიდან გაიტაცა, ზოგი დაკითხვაზე მიიყვანა. ემუქრება თუ არა საფრთხე საქართველოს ფინანსურ სტაბილურობას, მოხდება თუ არა ბიუჯეტის სეკვესტრი და რა მდგომარეობაშია რეალურად ქვეყნის ეკონომიკა. როგორია ექსპერტების პროგნოზი და შეფასებები. პაატა შეშელიძე, ლევან კალანდაძე და ემზარ ჯგერენაია. დისკუსია პირველ სტუდიაში. წლის ბოლოსთვის ჩვენი ვარაუდით იქნება დანაკლისი რაღაც 9 მილიარდიდან 1 მილიარდამდე. ბიუჯეტის გარკვეული ნაწილი, ესე ვთქვათ, შემოსავლების ნაწილში წელს ვერ შესრულდება იქიდან გამომდინარე, რომ ზრდა მეტი იყო დაგეგმილი, მაგრამ ყველა სოციალური ვალდებულება, რომელიც აღებული იყო, ბიუჯეტის მიერ იქნება გასტუმრებული. პირველი სტუდია პირდაპირ ეთერშია და მე წარმოგიდგენთ ჩემს პირველ სტუმარს, ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელი მდივანი არმაზ ახვლედიანი უპასუხებს ახლა ჩემს შეკითხვებს. ბატონო არმაზ, მოგესალმებით. მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან სტუდიაში. ბატონო არმაზ, უკვე ცნობილია მთავარი პროკურორის შემცვლელი ვინც იქნება, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ოთარ ფირცხალაძის კანდიდატურას უკვე შეფასებებიც მოყვა. მას არ უმუშავია პროკურატურაში და მის სახელს უკავშირდება მერის თანამშრომლების გახმაურებული დაკავება რასმუსენის საქართველოში ვიზიტის დროს. თქვენი აზრით არის ის საუკეთესო კანდიდატურა აი ამ პოსტზე, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა შეფასებებიც უკვე გაკეთდა დღეს მის მიმართ? 1 ოქტომბერს ჩვენი საზოგადოების დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა ქართულ ოცნებას ამ კოალიციას. ეს ნიშნავს ნდობის ძალიან სერიოზულ მანდატს და ამ კოალიციის უპირობო ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მხარი დაუჭირა ირაკლი ღარიბაშვილს. რატომ გეუბნებით ამას? ალბათ მხოლოდ იმიტომ, რომ ყველამ წარმოვიდგინოთ, რას ნიშნავს ნდობა პოლიტიკაში, საზოგადოების ნდობა პოლიტიკისადმი და პოლიტიკოსებისადმი. ჩვენ სწორედ ამ ჯაჭვს უნდა გავყვეთ და უნდა გავაცნობიეროთ, რომ იმდენად მაღალია დღეს ეს ნდობის მანდატი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მომავალი პრემიერის მიმართ, რომ ვფიქრობ, არც ერთ ნორმალურ პოლიტიკოსს და ამ ქვეყნის გულშემატკივარს არ უნდა ებადებოდეს ის ეჭვიანი კითხვები, რაც უკავშირდება მომავალ მთავარ პროკურორს ან მთავრობის რომელიმე სხვა წევრს. ეს არის და ეს ალბათ უმთავრესი. ნებისმიერ დასახელებულ კანდიდატურაზე თუ გაჩნდა კიდევ რაღაც ახალი ვაკანტური თანამდებობები და თუ მოხდა კიდევ გარკვეული ცვლილებები, კითხვის ნიშნები არ უნდა დაისვას, იმიტომ რომ ეს არის ახალი პრემიერის გადაწყვეტილება, ამდენად მაღალია ნდობა საზოგადოების მის მიმართ. ჩემი აზრით ნდობა ნამდვილად მაღალია, უპირველესად, რა თქმა უნდა, ნდობა პირველ რიგში მაღალია ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა და ასევე მაღალია ნდობა იმ ადამიანის მიმართ, ვინც დაასახელა პრემიერად ბატონმა ბიძინამ. ეს ერთი ნაწილია ამ საქმის. შეიძლება თუ არა გაჩნდეს კითხვა, რა თქმა უნდა, კითხვა უნდა გაჩნდეს არაერთი საზოგადოებაში, ოპონენტებშიც, მაგრამ მე მაინც ამ ეჭვიანობის საფუძველზე ვსაუბრობ. თქვენ ახლა რამდენიმე კითხვა დასვით თქვენს მთავარ შეკითხვაში. ადამიანი, რომელსაც პროკურატურაში არ უმუშავია, იქ ეპიზოდი ახსენებს. ეს შეფასებები, რომელიც დღეს რა თქმა უნდა, ამ ყველა კითხვას აქვს
უფლება არსებობისთვის, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მთავარი პროკურორის მნიშვნელობა, მისი წარმატება იმით კი არ განისაზღვრება, რამდენი წელი იმუშავა პროკურატურაში, ან იმუშავა თუ არა საერთოდ, არამედ იმით უპირველესად თუ როგორი პოლიტიკოსია, როგორი პროფესიონალია და ოთარ ფარცხალაძე, თქვენ რამდენად თიცნობთ მას აი ამ კუთხით? მე უნდა გითხრათ, რომ ძალიან კარგად ვიცნობ პროკურორი პოლიტიკოსი უნდა იყოს? კარგად ვიცნობ მომავალ პრემიერს და ვიცი ამ ერთი წლის განმავლობაში როგორ გაატარა ეს უმნიშვნელოვანესი დაწესებულება შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ქარცეცხლში ორთაბრძოლისა ჩვენ რომ მქონდა საქართველოში ერთი წლის განმავლობაში და იმდენად მაღალი პროფესიონალიზმი გამოავლინა ამ გზაზე რომ მართალი გითხრათ მე როგორც ერთ მოქალაქეს ერთ პოლიტიკოს ეჭვი არ მეპარება მის სწორ არჩევანში და ამასთან ერთად ობიექტურად რომ გითხრათ ვერ ვხედავ ვერაფერს ისეც რაც შეიძლება ჩვენ დაუდოთ თქვათ ბრალად თუნდაც ასე ვიტყვი მკაცრად მომავალ მთავარ პროკურორს არანაირი ასეთი საფუძველი ჩვენ არ გაგვაჩნია აქ ალბათ უმთავრესი ისაა ერთი მხრივ როგორ ხდება გადაწყვეტილების მიღება და რა არის мотивация და მეორე მხრივ რა ჩარჩოში იმოქმედებს მთელი ეს პოლიტიკური სისტემა. აი ოთარ ფარცხალაძის სახელს უკავშირდება საქმეების აღძვრა დედაქალაქის მერის გიგი უგულავას, ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის, დეპუტატ გია ნაცვლიშვილის, ასევე ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის წინააღმდეგ. აი ამ ხმაურიანმა საქმეებმა თქვენი აზრით იქონია გავლენა მისი კანდიდატურის შერჩევაზე? ვერ გეტყვით რამდენად იქონია გავლენა, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ვიცი, დღეს მესმოდა აქ-იქ განცხადებები ოპონენტებისა და ვფიქრობ ვიღაცას ძალიან აეწვა. როგორ ასეთი საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელი, ხელმძღვანელი კონკრეტულად ადამიანებს გულისხმობს თუ რაღაც გარკვეულ ძალას კრებით ძალას და მის წარმომადგენლებს ცხადია, ცალკეულ წარმომადგენლებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლეს შემთხვევაში გადაწყვეტილებები იყოს სწორი, თუ არა ყველა შემთხვევაში, მე არ ვიცნობ ყველა საქმეს უბრალოდ, ამიტომაც ასე ვერ ვიტყვი ცალსახად. მეორე მხრივ საზოგადოება უფრო მეტსაც მოელოდა, უნდა გითხრათ, ალბათ იყო რაღაც მიზეზები, რატომაც უფრო მეტი ვერ მოხერხდა, მაგრამ ის რაც აჩვენა ამ უწყების ხელმძღვანელმა მომავალმა მთავარმა პროკურორმა ამ თვეების განმავლობაში, მგონი არასრული ერთი წლის განმავლობაში შეგვიძლია ასე ვთქვათ, მეტყველებს აგრეთვე მის პროფესიონალიზმზე და იმაზე, რომ ეს ადამიანი გულანთებული იბრძოლებს დემოკრატიულ ფარგლებში. ნიშნავს თუ არა ეს, რომ მისი პოლიტიკა აი ამ პოსტზე დანიშნის შემდეგ და მისი მიდგომები იქნება უფრო ხისტი არჩილ კბილაშვილს აი ამ მისი განცხადების შემდეგ მის მიმართ ისმოდა და მანამდეც კრიტიკა, რომ მას რაღაც უფრო რბილი მიდგომები ჰქონდა. იქნება თუ არა ის უფრო ხისტი, როგორ ფიქრობთ, უნდა ველოდოთ თუ არა უფრო მეტ დაჭერებს. ორივე სიხისტეც და სირბილეც მისაღებია, დასაშვებია კანონიერების და დემოკრატიული პროცედურების ჩარჩოში. მე ეჭვიც არ მეპარება, რომ სიხისტე იქნება თუ სირბილე, ეს ამას აჩვენებს პროცესი, გამომდინარე იქედან რა ამოცანები დადგება უწყების წინაშე და სახელმწიფოს წინაშე, ყველა შემთხვევაში ეს იქნება დემოკრატიული პროცესის ჩარჩოში, ეს არის უმთავრესი, ეს განასხვავებს დღევანდელ პროკურატურას, დღევანდელ ხელისუფლებას წასული ხელისუფლებისგან. ჩვენთვის უმთავრესი არის სამართალი და კანონი, ადამიანი მასთან ერთად და ყველაფერი სხვა შემდეგ. აქედან გამომდინარე მხოლოდ. ბატონ არმაზ თქვენ ახსენეთ, რომ იმდენად დიდი არის ნდობა ახალი პრემიერის მიმართ, რომ მისი კანდიდატურის, მის მიერ შერჩეული კანდიდატურის ისტორიაში ეჭვი არც არავის ეპარებაო. თუმცა ფორმალურად პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. მაგრამ ფარცხალაძის უბრალოდ კანდიდატურაზე განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურმა გააკეთა. აი ზოგადად როგორ ფიქრობთ, საჭირო იყო თუ არა კონსულტაცია, ან საერთოდ გაიმართა თუ არა მანამდე კონსულტაცია, იცოდით თუ არა რომ ეს კანდიდატურა დასახელდებოდა და იმსჯელებთ თუ არა ამაზე თუნდაც პოლიტსაბჭოზე მომავალში, რა ფორმით, როდის, თუ არის ეს თქვენთვის ცნობილი? ამ კონკრეტულ საკითხზე როგორც ცნობილია საზოგადოებისთვის იყო საუბარი კონსულტაცია პრემიერ-მინისტრთან
მომავალი პრემიერის საუბარი ამჟამინდელ პრემიერთან, მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ყველაზე მთავარი ნაწილი, რაც შეეხება პოლიტსაბჭოს კოალიციისა, რომელიც პერიოდულად იკრიბება ხოლმე, რა თქმა უნდა, მომდევნო შეკრებაზე განხილული იქნება ის საკითხები, რაც არის პოლიტსაბჭოს ინტერესის სფეროში და მისი პრეროგატივა. თუმცა ზვიაძიძი გურმა თუ არ ვწდები დღეს განაცხადა, რომ ამ კანდიდატურაზე შესაძლოა იყოს მსჯელობა. ვერ გეტყვით დღის წესრიგი ჩემთვის ჯერჯერობით ცნობილი არ არის, მე მხოლოდ იმას ველი, რომ მრავალი საკითხია კიდევ განსახილველი, მთავარი პროკურორის საკითხი მნიშვნელოვანია, მაგრამ არა ერთადერთი და არა უკანასკნელი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ბევრ სხვა საკითხს განვიხილავთ და ამ სხვა საკითხებში სულ არ გულისხმობ მანდამაინც საკადრო საკითხებს. კი, მაგრამ მე მაინც მინდა ამ საკადრო საკითხებთან დაკავშირებით გკითხოთ, თქვენს გაგიკეთებიათ ამაზე განცხადება ბოლო დღეების განმავლობაში და პოლიტოლოგების ვარაუდითაც მნიშვნელოვანი სამთავრობო ცვლილებები მოსალოდნელია გაზაფხულზე. თვითმმართველობის არჩევნების წინო ამბობენ ისინი. თქვენი აზრით, აი ამ ვერსიას რა საფუძველი შეიძლება საერთოდ გქონდეს? ან რა საფუძველი აქვს აი ამ განცხადებას? საერთოდ ჩვენ უნდა შევეჩვიოთ იმას, რომ ახალ ხელმძღვანელს მთავრობისა, რომელსაც უკვე პარლამენტი დაამტკიცებს და ახალი პრემიერი გვეყოლება ქვეყანაში, უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ თავად გააკეთოს არჩევანი. როცა ვამბობ თავად გააკეთოს არჩევანი, ცხადია ვგულისხმობთ ყველა დემოკრატიულ პროცედურას. ამას უკვე აღარ გავემეორებ თუ შეიძლება. მაგრამ ის რომ პრემიერს ხან მარცხნიდან, ხან მარჯვნიდან შევძახოთ, რომ აბა ასე არ შეიძლება, იმას რატომ ნიშნავ, ეს რატომ შეარჩიე, ეს ადამიანი კვლავ ვიმეორებ, სარგებლობს ძალიან მაღალი ხარისხით. და არის ხოლმე ასეთი შეძახილები? მესმის აქა-იქ ეს შეძახილები და უცნაურად მეჩვენება ეს. ან კიდევ ასეთი უზომო, ხმაური, თუნდაც პროკურორის კანდიდატურის დასახელებასთან დაკავშირებით. მე ვიმაჩნია, რომ ეს არ არის შესაბამისობაში დღევანდელ პოლიტიკურ და დემოკრატიულ პროცესთან. რატომ მიგაჩნიათ ასე? არ არის ეს რაღაც ერთ-ერთი მთავარი თანამდებობა, რომლის გარშემო შესაძლოა რომ ყოფილიყო მაღალია და მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ მთავარი გვავიწყდება. ამაზე უფრო მთავარი რამ არის? მთავარი ის არის, რომ დღეს მომავალი პრემიერი, ამჟამინდელი პრემიერი და მართველი გუნდი თვისობრივად სხვა პოლიტიკურ სივრცეში საქმიანობს და სულ სხვაგვარად, დემოკრატიულად, გახსნილად ხდება ადამიანების შერჩევა, წარდგენა, დანიშვნა და ამის არაერთი მაგალითი გვაქვს. ეს არის უმთავრესი. ის რომ საზოგადოებას თუ კი უჩნდება კითხვები და უნდა გაუჩნდეს, რა თქმა უნდა, ამ კითხვებზე არის პასუხები. ღია, ლოგიკური, არგუმენტირებული. ეს არის მთავარი. ვინ იქნება მთავარი პროკურორი, მნიშვნელოვანია, მაგრამ აი ეს დემოკრატიული პროცესი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია. ეს არის 1 ოქტომბრის და 27 ოქტომბრის უმთავრესი მონაპოვარი. ის რომ საპარლამენტო უმრავლესობა წარმოადგენს კოალიციის ერთობას და შესაბამისად აი მთავრობაშიც კოალიციის წარმომადგენლები არიან. თქვენი აზრით იქონიებს თუ არა ეს გავლენას მთავრობის ერთიანობაზე? იქონიებს თუ არა გავლენას რა შემთხვევაში? თუ იგივე სამომავლოდ მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებაში, კანდიდატურების შერჩევაში, ცვლილებებთან მიმართებაში. კოალიცია ნებისმიერი, მათ შორის ჩვენი კოალიციაც არის კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად და არაერთხელ ითქვა, ეს არის ჩვეულებრივი რამ, მოვა დრო, როცა ეს კოალიცია აღარ იარსებებს. რამდენი წლის შემდეგ რა ეტაპზე ჩვენი პოლიტიკური და დემოკრატიული განვითარებისა, ეს სხვა თემაა. შესაბამისად, რომელი მინისტრი იქნება მთავრობაში, მომავალში კოალიციიდან, რომელ თანამდებობას დაიჭერს ამა თუ იმ პარტიული ორგანიზმის წარმომადგენელი, ეს რა თქმა უნდა იქნება დამოკიდებული პირველ რიგში პოლიტიკურ პროცესზე, მის ხარისხზე და იმაზე, როგორი იქნება ეს კოალიცია მომავალი არჩევნების დროს. გველოდება წინ უახლოესი ადგილობრივი არჩევნები, მაგრამ გარწმუნებთ, ძალიან მალე დადგება წინა საპარლამენტო პერიოდიც, იმიტომ რომ უკვე ფაქტიურად დავიწყეთ მეორე წლის ათვლა ახალი პარლამენტისა და სულ რაღაც 1 წელი და დაიწყება სამზადისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ სამზადისში, ამ პროცესში არჩევნებიდან არჩევნებამდე გამოიწრთობა თანამედროვე ქართული დემოკრატია, გამოიწრთობიან პოლიტიკოსები და ჩვენ ვისწავლით როგორც ღირსეულად გამარჯვებას,
ამის საუკეთესო მაგალითი იყო 27 ოქტომბერი, ასევე მომავალში, როცა ეს დრო დადგება დამარცხებასაც. ყველაზე უფრო ძლიერი პოლიტიკური ძალა სწორედ ისაა, ვისაც შეუძლია ღირსეულად გამარჯვება და დამარცხება. ოცნება ამისთვის მზად არის ყოველთვის. ირაკლი ღარიბაშვილი თქვენი პარტიის თავმჯდომარის პოსტზეც განიხილება პარტიაში რა ცვლილებებს ელით და რაღაც გარკვეული გადახალისება ამ მიმართულებით თუ არის დაგეგმილი? თუ კი ვერ შედგება მართველი პარტია ჯანსაღ ევროპულ დემოკრატიულ თანამედროვე ძალად, მაშინ ეს იქნება ალბათ ყველაზე დიდი პრობლემა თანამედროვე ქართული პოლიტიკური და დემოკრატიული პროცესისთვის. მე ვამბობ თუ კი, მაგრამ ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ეს პარტია ნამდვილად ჩამოყალიბდება საბოლოოდ სამაგალითო დემოკრატიულ პარტიულ ინსტიტუტად და ის რომ მომავალ ყრილობაზე 24 რიცხვში სავარაუდოდ ჩვენ გვეყოლება ახალი თავმჯდომარე და ეს იქნება დიდი ალბათობით მომავალი პრემიერ-მინისტრი, ნიშნავს უკვე იმას, რომ პარტიაში ახალი ძალით წავა პროცესი დემოკრატიული განვითარებისა, ის რომ პროცესი, რომელიც დაუკავშირდება აგრეთვე პარტიის გათავისუფლებას, მე ეს არაერთხელ მithქვამს, იმ ადამიანებისგან, რომლებიც შემთხვევით მოხვდნენ ამ პარტიაში, ეს კიდევ არაფერია, მაგრამ აქ დავამატებ იმადგან, ვისთვისაც ეს პარტიაც და ნებისმიერი სხვა მმართველი პოლიტიკური ძალა მხოლოდ ის საშუალებაა, მხოლოდ ის ნავსაყუდელია, რომელიც შეიძლება საკუთარი პირადი მიზნებისთვის გამოიყენოს და არა საქვეყნო საქმის საკითხად. პირველ რიგში მიპასუხეთ, შეძლებს მოქმედი პრემიერი აქტიურად იყოს პარტიულ საქმიანობაშიც ჩართული და ვის გულისხმობთ აი იმ ადამიანებში, შემთხვევით მოხვედრილებში? როგორც მე ყავთ ასეთი წევრები? რამდენადაც მე ვიცი, მოქმედი პრემიერი არ აპირებს პარტიული საქმიანობის გაგრძელებას, იგი ამჟამად საპატიო თავმჯდომარეა, ჩვენი პარტიის ლიდერია. მე ღარიბაშვილი ვიგულისხმე. მოქმედი პრემიერი სხვა არის, მომავალი კიდევ სხვა არის. მოქმედი პრემიერი რა თქმა უნდა. კი ბატონო, მაშინ ასე თუ დავაზუსტებთ, იმიტომ რომ ღარიბაშვილზე ვსაუბრობდით და შესაბამისად შეძლებს თუ არა, რას ბრძანეთ კიდევ ერთხელ? შეძლებს თუ არა, რომ აქტიურად, მაშინ როდესაც იქნება პრემიერი, აქტიურად იყოს ჩართული პარტიულ საქმიანობაშიც. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი პროცესი დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის, როცა პრემიერები იმავდროულად ხელმძღვანელობენ მმართველ პოლიტიკურ ძალას. ასეა ბევრგან დასავლეთში, ასე იქნება სავარაუდოდ ჩვენთანაც, რა თქმა უნდა შეძლებს, იმიტომ რომ პარტიული საქმიანობა პრემიერ-მინისტრისგან არ ითხოვს ყოველდღიურ ჩართულობას, აქ მთავარია განისაზღვროს ძირითადი მიმართულებები და იყოს მუდმივი ზრუნვა იმაზე, რომ ეს პარტია იყოს სწორ კალაპოტში, სწორად ვითარდებოდეს. სწორი ადამიანები იყვნენ შერჩეული და მე ეჭვი არ მეპარება, რომ ასეც იქნება და რაც მთავარია, ამ პარტიის საძირკველში უკვე იმდენი სწორი აგურია ჩადებული და იმდენი გამართული ადამიანი ემსახურება ამ საქმეს დღეს და დაარსების დღიდან, ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო წარმატებით განვითარდება და მომავალი თავმჯდომარე ამას ძალიან წარმატებით გაართმევს თავს. და ვიდრე ბოლო კითხვას დავსვავ, თქვენი მოსაზრება მაინტერესებს არჩილ კბილაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით, თქვენ რას უკავშირებთ მის აი ამ გადაწყვეტილებას? ვერაფერს გარდა იმისა, რაც ასე კარგად ახსნა ბატონმა არჩილმა გუშინ, მე ძალიან მომეწონა მისი არგუმენტები, არა მხოლოდ არგუმენტირებული იყო, არამედ ეს იყო კარგად ჩამოყალიბებული, კარგი ქართულით და კარგი აზრით მიწოდებული საზოგადოებისთვის. ანუ დიდი ხნის ნაფიქრი განცხადება იყო თქვენი? დიდი ხნის გონიერ კაც არ ჭირდება დიდი ხანი, რომ აზრი ჩამოაყალიბოს. ჩემთვის ბატონი კბილაშვილი გონიერი ადამიანია. მისი გადაწყვეტილება, ვფიქრობ, მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეუწყობს პროკურატურის სისტემის შემდგომ განვითარებას. როგორც ჩანს, ბატონმა არჩილმა ჩათვალა, რომ ახლა დგება ის ეტაპი, როცა ახალი ხელმძღვანელი უკეთ წაიყვანს ამ საქმეს და მე ამაში ეჭვიც არ მეპარება. პოლიტიკოსები მოვდივართ, დიდმოხელეები აგრეთვე რაღაც დროით ამ საქმის საკეთებლად დგება დღე, როცა უნდა წავიდეთ. წასვლის კულტურა არის განსაკუთრებული შემადგენელი ნებისმიერი დემოკრატიული პროცესისთვის. თუ კი მან ასე ჩათვალა და თანაც ჩათვალა არა ერთმა ადამიანმა, არამედ პრემიერთან საუბარიც იყო ამ თემაზე, მე ვფიქრობ, რომ ეს დრო უკვე დამდგარა.
და ბოლოს მინდა აუცილებლად კითხოთ ამ თემაზეც, ორი დღეა ამ თემაზე უკვე აქტიურად მიდის საუბარი. ცნობილია, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში საშემოსავლო ნაწილის შესრულება ვერ ხერხდება. ამ თემაზე მე ვაპირებ გადაცემის დასკვნის ნაწილში ექსპერტებთან ერთად ვისაუბრო, რა თქმა უნდა, და მათი შეფასებები და ახსნა განმარტებები მოვისმინო, მაგრამ თქვენი აზრით საინტერესოა, რატომ ვერ მოხერხდა, თქვენ როგორ ფიქრობთ ეკონომიკური მიმართულებით უფრო მეტის გაკეთება, რა იყო მთავრობის ნაწილში შეუსრულებელი და რა შეიძლება რომ გაკეთდეს და უნდა ველოდოთ თუ არა რომ მდგომარეობა გაუმჯობესდება თუნდაც სამომავლოდ. მეტის გაკეთება ალბათ ყოველთვის შეიძლება, მაგრამ მე მართალი გითხრათ გამიკვირდებოდა რომ იგი შესრულებულიყო, იმდენად რთული იყო ეს პირველი წელი, იმდენად მძიმე იყო როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით, რომ ალბათ ეს მოლოდინი არც უნდა გქონოდა. მთავარი ისაა, რაც ცოტა ხნის წინ განაცხადა ბატონმა ეკონომიკის მინისტრმა, რომ ყველა ვალდებულება იქნება შესრულებული. გარწმუნებთ, რომ მომავალი წლიდან ქართული ეკონომიკა დაიწყებს გაჯანსაღებას და მე ამის თქმის იმედს ის მაძლევს, რომ შესაძლებელია უკვე დღეს რომ ეკონომიკური პლურალიზმი არსებობდეს საქართველოში, რომ ეკონომიკა სრულად გათავისუფლდეს პოლიტიკური წნეხისგან, იმ წნეხისგან, რომელიც 9 წლის განმავლობაში და მე ვიტყოდი მრავალი წლის განმავლობაში ასეთ დღეში აგდებდა ქართულ ეკონომიკას, ქართულ ბიზნესს და არა მხოლოდ ამ ორ სფეროს ჩვენი ცხოვრებისა. დიდი მადლობა ბატონო არმაზ იმისათვის რომ იყავი ჩვენი სტუმარი, უკვე უნდა დაგემშვიდობოთ. გადაცემაში კი რეკლამის დროა, რომლის შემდეგაც ყველა ამ თემაზე საუბარს უკვე ექსპერტებთან ერთად გავაგრძელებთ. ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ და გადაცემის სტუმრები არიან ზურაბ ბიგვავა, ორგანიზაცია ფსიქოპროექტის ხელმძღვანელი და ასევე თენგიზ ფხალაძე, გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი. ბატონებო, მოგესალმებით, მადლობა რომ მობრძანდით ჩვენთან სტუდიაში. ბატონ ზურაბ, ბიძინა ივანიშვილის თუ ირაკლი ღარიბაშვილის კაბინეტი, როგორ მთავრობას ევლით თქვენ 17 ნოემბრის შემდეგ? ანუ ვისი გავლენის ქვეშ იქნება მთავრობა, როგორ ფიქრობთ? ისე მე მგონი ეს გავლენაზე ლაპარაკი რაც ცუდი სახე მიიღო ამან. გავლენა ექნება ბიძინა ივანიშვილს, იქნება ეს კაბინეტში დარჩება თუ წავა და არასამთავრობო სექტორში იქნება, გავლენას ის შეინარჩუნებს როგორც საზოგადო მოღვაწე, როგორც პოლიტიკური მოღვაწე, როგორც ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი რამე გააკეთა ქვეყნისთვის, როგორც ადამიანი, რომელიც პრემიერ-მინისტრი იყო და რომლის დროსაც მოხდა ხელისუფლების უსისლო ცვლილება. თუმცა აი დაკომპლექტებაში თუ გარკვეული ცვლილებები იქნება, როგორ ფიქრობთ? ეკა დაკომპლექტების დროს ღარიბაშვილი დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს თუ დაკომპლექტების დროს ის ჯერ კიდე პრემიერ-მინისტრი იქნება და დაკომპლექტების დროს ლომის წილი გადაწყვეტილების გამოტანის დროს ბიძინა ივანიშვილის იქნება თავისთავად ცხადია. გასაგებია. ბატონ თენგიზ, თქვენი მოლოდინი როგორია, რა ცვლილებებს და რა მიმართულებით ელით და ელით თუ არა ზოგადად საერთოდ ცვლილებებს ახალი პრემიერისგან? ცვლილებები მე მგონი გვაქვს უკვე რაღაც სახეზე გარკვეულწილად ყოველ შემთხვევაში. გაჟღერებულია რომ რაღაც ძირეული ცვლილებები არ იქნება. ეხლა რაც შეეხება იმას თუ ვისი კაბინეტი იქნება, კაბინეტი იქნება კოალიცია ქართული ოცნების. ანუ ეს არ იქნება პიროვნების კაბინეტი, ყოველ შემთხვევაში მე ესეთი ახმა მაქვს. ეს იქნება პოლიტიკური გუნდის მიერ დაკომპლექტებული კაბინეტი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში გუნდურობის პრინციპი ძალიან დიდ როლს ითამაშებს, იმიტომ რომ ყველაზე მთავარი გამოწვევა, რაც დღევანდელ დღეს საქართველოს აქვს, არის ის, რომ არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრი იცვლება, არამედ ჩვენ გადავდივართ მმართველობის აბსოლუტურად ახალ მოდელზე, ახალ კონსტიტუციურ მოდელზე, რომელიც ითვალისწინებს ხელისუფლების ძალთა განსაკუთრებულ ბალანსს, პრინციპში იმ ბალანსს, რომელიც უნდა არსებობდეს ქვეყანაში და რომელიც მოწოდებულია იმისათვის, რომ გააძლიეროს ინსტიტუტები და არა პიროვნებები. ამიტომ აი ამ სისტემის ტესტის გამოწვევა გვაქვს და იმედი მაქვს, რომ სწორედ გუნდური პრინციპით გადაილახება აი ეს გამოცდა. ბატონ უпроსტად ბატონ ზურაბ, აი ღარიბაშვილს მთელი ამ ხნის განმავლობაში უფრო მეტად აფასებენ ალბათ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს. თქვენი აზრით მან შეძლო რაღაც გარკვეულწილად თავი წარმოეჩინა როგორც პოლიტიკოს და როგორ პოლიტიკოს თუ ეს შეძლო მან?
იტა ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ღარიბაშვილის მე არ მომისმენია თითქმის არავისგან ღარიბაშვილის კრიტიკა. ყველა დადებითად ახასიათებს ღარიბაშვილის იმ პერიოდს, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრად მან იმუშავა. როგორც პოლიტიკოსის შეფასება ნაკლებად იყო, მართალია, მაგრამ ძალიან ბევრი მაჩვენებლით ის როგორც პოლიტიკოსი მოიცა ბევრ შემთხვევაში. მე კერძოდ მაგალითად იცით რა, აი ნებისმიერ ის რომ ის ძალიან საზოგადოებასთან ურთიერთობის დროს იყო ძალიან გახსნილი, ის რომ ის არ მოერიდა დაუშვათ არ მოერიდა და არ აიცილა თავიდან უმცირესობასთან შეხვედრა და უმცირესობასთან შეხვედრა საკმაოდ ეფექტური იყო. ბევრი პრესკონფერენციები, ბევრი შეხვედრები ჟურნალისტებთან. ეს მაჩვენებელია, რომ ის არის პოლიტიკოსი და ის არის ახალი ტიპის პოლიტიკოსი და ეს მან აჩვენა ძალიან კარგად. ბევრ სხვა მინისტრებისგან განსხვავებით სხვათა შორის. ეს ერთი მაჩვენებელია. არ გვინდა შედარება არ გვინდა მაინდა-მაინც, მაგრამ სხვა რამის თქმა მინდა, რომ ესე იგი ღარიბაშვილის პოლიტიკოსობა მარტო ეხლა კი არ გამოჩნდა. ესე იგი აი მთელი ამ წინა საარჩევნო პერიოდის განმავლობაში ღარიბაშვილი იყო ერთ-ერთი პრინციპული და ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელიც პოლიტიკას განსაზღვრავდა და პოლიტიკაში იყო ჩახედული. მე ეს ჩემ თვალწინ ხდებოდა და ამიტომ შემიძლია დავადასტურო. ეს ერთი. მეორე, როცა იყო ძალიან მნიშვნელოვანი დაუშვათ აღშფოთებები, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში აღშფოთებები საზოგადოებაში, ღარიბაშვილი მოიქცა ძალიან ადეკვატურად. მესამე, ის რომ ორგანიზაცია, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, აკეთებდა იმ საქმეებს და აკეთებდა იმ მიმართულებით და იმ პრინციპებით, რომელიც პოლიტიკური გუნდის და პოლიტიკური ხელმძღვანელობის, ასე ვთქვათ, იდეოლოგიას ეთანხმებოდა, ეს უკვე პოლიტიკის კარგი პოლიტიკოსობის მაჩვენებელია. ესე რომ ბევრი მაჩვენებლით არის, რომ დადასტურებული რომ ღარიბაშვილი კარგი პოლიტიკოსია და იმედია რომ ძალიან კაი პოლიტიკოსი იქნება როგორც პრემიერ-მინისტრი. თქვენ როგორ ფიქრობთ ბატონ თენგიზ? ვიტყოდი იმას რომ ის არასრული ერთი წელი რაც ღარიბაშვილი არის მინისტრი ალბათ უფრო უნდა ვისაუბროთ სწორედ იმაზე თუ როგორი მინისტრი იყო. აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ ზურაბს იმაში რომ როგორც პოლიტიკოსი ჩვენ დავინახეთ ღარიბაშვილი ცოტა უფრო ადრე ჯერ კიდე წინა საარჩევნო კომპანიის პერიოდში და საერთოდ ქართული ოცნების ჩამოყალიბების და ფეხზე დადგომის პერიოდში, იმიტომ რომ ნამდვილად იყო ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა. რაც შეეხება მინისტრს, როგორი მინისტრი იყო, ხო? ამ შემთხვევაში გვაქვს ჩვენ ის რეიტინგები, რომელიც რამდენჯერმე გამოქვეყნდა და ამ რეიტინგებში ერთ-ერთი ლიდერის პოზიციები ეკავა. რამდენად ძლიერი პრემიერ-მინისტრი იქნება? ამის შეფასება ჯერჯერობით ცოტა ადრეა, იმიტომ რომ პრემიერმა უნდა წარმოადგინოს თავის ხედვა, პრემიერმა უნდა წარმოადგინოს თავის კაბინეტი და უნდა გავიდეს რაღაც პერიოდი იმისათვის, რომ შეაფასო. ყოველ შემთხვევაში ის რომ მას აქვს ლიდერის თვისებები და არის წინაპირობები იმისა, რომ ყოველ შემთხვევაში ის წინაპირობები, რომ მას გუნდში პატივსცემენ და ერთ-ერთი ასე ვთქვათ, ცენტრალური ფიგურა არის, ეს უქმნის მას იმის საშუალებას, რომ გამოიყენოს კარგად იმისათვის, რომ მართოს იმ ახალ თანამდებობაზე, რომელიც მას ალბათ იმედი მაქვს, რომ პარლამენტში სურპრიზები არ იქნება. და პლუს ამას რამდენადაც უკვე გაცხადებულია, ღარიბაშვილი გარდა იმისა, რომ იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ის ასევე მოიაზრება როგორც ახალი თავმჯდომარე კოალიციად ქართული ოცნების თუ პარტიის, ხო? ასეთ შემთხვევაში ეს კიდევ უფრო აძლიერებს დაუშვათ აი იმ ლიდერის მომენტს. როგორ გამოიყენებს ამას, ამაზე შეგვიძლია ცოტა მოგვიანებით ვილაპარაკოთ. ის რომ ჯერ კიდევ ნდობა გამოუცხადებელმა პრემიერმა დაასახელა მთავარი პროკურორის შემცვლელი და კანდიდატურა არის თუ არა გარკვეული გზავნილი, რომ მომავალი პრემიერი ერთპიროვნულად მიიღებს გადაწყვეტილებებს ვის, სად და რატომ ნიშნავს.
მე არ მგონია რომ ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილებები გამომდინარე იქიდან თუ როგორ იქნა თვითონ ღარიბაშვილის ფიგურა დასახელებული. აღნიშნული იყო რომ მან გაიარა მოქმედ პრემიერთან კონსულტაციები. თუმცა კანდიდატურა უნდა წარედგინა მაინც იუსტიციის მინისტრს, ხო ესეა კანონი. გასაგებია. მესმის მე მგონია რომ არ მგონია რომ იუსტიციის მინისტრი ამ შემთხვევაში საქმის ყურში არ ყოფილიყო, თუმცა თუ ოფიციალურ მხარეს გავითვალისწინებთ საუბარია იმაზე რომ თლიანად უკვე ახალ მთავრობას და ყველას წარადგენს უკვე ღარიბაშვილი მას შემდეგ რაც დღეს გაცხადდა რომ რიგარეშე სესიაზე იქნება ამის ყველაფრის დამტკიცება. ანუ მე მაინც მგონია რომ გუნდური პრინციპი შენარჩუნებული იქნება ყოველ შემთხვევაში ისევ და ისევ მეორე ამის ძალიან დიდი სურვილი მაქვს და ძალიან დიდი იმედიც მაქვს. საუბარი იმაზე რომ დაუშვათ გამოცდილია თუ არ არის გამოცდილი, იცით რა არის ჩვენ არ მოდით ასე ვთქვათ რა გამოცდილება ბუნებრივია, კარგია, მაგრამ სამწუხაროდ 20 წლის განმავლობაში საქართველოში ნამდვილად არ არის იმ რაოდენობის დიდი რაოდენობის პოლიტიკოსთა თაობა, სადაც ძალიან ბევრი არჩევანი გვაქვს. გამოუცდელობა შეიძლება კარგიც იყოს, ახალი სახე და შეიძლება დაუშვათ ნაკლათად ჩაუთვალოთ, ხო, მაგრამ ერთი არის რომ ყველაფერი საჭიროებს განახლებას, მათ შორის პოლიტიკური სპექტრიც, იმიტომ რომ არ შეიძლება პოლიტიკაში მუდმივად ტრიალებდნენ ერთ და იგივე სახეები. ბატონ ზურა, აი არჩეული პრეზიდენტი ჯერჯერობით საკმაოდ ფრთხილია შიდა პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით და მან ისიც კი განაცხადა, რომ მთავრობის ფორმირების კონსულტაციებში ის არ ერევა. საერთოდ ეს რამდენად სწორად მიგაჩნიათ და აი მიუხედავად იმისა, რომ გამიჯნულია ზუსტად თუ ვის რა ეხება, რა არის პრეზიდენტის უფლებამოსილება, პრემიერის უფლებამოსილება, იგივე აი ამ გუნდურობის გათვალისწინებით, რამდენად სწორად მიგაჩნიათ ის, რომ არ ერევა არჩეული პრეზიდენტი აბსოლუტურად სწორად მიმაჩნია, იმიტომ რომ მარგველაშვილი არჩეული პრეზიდენტი ძალიან კორექტულია ამ საკითხებში და ძალიან გამოზომილი, მან იცის ესე იგი მისი კომპეტენცია, მან იცის ესე იგი რა უფლება მოვალეობები ექნება აი ახალი კონსტიტუციის მიხედვით და შესაბამისად იქცევა. ეს არის ძალიან სწორი და ძალიან კორექტული თავის კოლეგების მიმართ და იმ საქმის მიმართ, რაც მან უნდა გააკეთოს. თუ არა ესეთ იქცევა, ეს უკვე წარმოშობდა რაღაც გარკვეულ დაძაბულობას და კონფლიქტს არ მინდა ვთქვა, მაგრამ გარკვეულ დაძაბულობას წარმოშობდა. მარგველაშვილი ესეთ რამეს არ აკეთებს და დარწმუნებულია რომ არ გააკეთებს. ის იქნება კორექტული. როგორ იქნება თანამშრომლობა თქვენი აზრით? შესანიშნავი თანამშრომლობა პრემიერსა და პრეზიდენტს შორის. ეს არანაირ პრობლემას ვერ ხედავ, იმიტომ რომ მათ რაც მე ვიცი, ესე იგი მათ აქვს შესანიშნავი ურთიერთობა, მართლა კარგი ურთიერთობები აქვთ ერთმანეთთან, მეგობრული, ყველაფერს თავი გაანებოს, კოლეგიალურს გარდა კიდე მეგობრული ურთიერთობები აქვთ. არ აქვს პრობლემა არც პარლამენტის თავმჯდომარესთან, ესე რომ ჩვენ ძალიან ხშირად ამ ბოლო 1-2 წლის განმავლობაში ხშირად ხმარობთ სიტყვას უნიკალურ. ჩვენ უნიკალურ ვითარებაში მოვხდით, როცა მეგობრული დამოკიდებულება, კოლეგიალური დამოკიდებულება და პროფესიონალები და იცით რა, როგორ გითხრათ, და ნიჭიერი ხალხი მოდის ქვეყნის სათავეში და ეს გვაძლევს ესე იგი დადებითის მოლოდინის იმედს. ეს ამ მნიშვნელოვანია. და აი ზოგადად რა ცვლილებები შეიძლება მოყოლს ახალ პოლიტიკურ რეალობაში პრემიერისა და პრეზიდენტის ცვლილებას თქვენი აზრით? გარდა იმისა, რომ ამბობთ, რომ რაღაც ნიჭიერი ხალხი მოდის და რას ელით მათგან? იცით რა, მე ველი რომ მათი ურთიერთქმედება და მათი ურთიერთთანამშრომლობა იქნება ეფექტური. მე არ ველი ახლა რომ რაღაცა უცებ რაღაც ყველაფერი შეიცვლება და უცებ ჩვენ საქართველოს გავწყინდება რა თუ ივერია გავწყინდება როგორც ამბობენ. მე ველი რომ ესენი პროფესიონალურად, მიზანმიმართულად, ნაბიჯ შეასრულებენ იმას, რისი გაკეთებაც შესაძლებელია. ეს არის მაქსიმუმი, რასაც უნდა ველოდეთ ჩვენ ხელისუფლებისგან და მთავრობისგან. მე ველი რომ ისინი არ დაარღვევენ კანონს, ისინი იქნებიან კანონმორჩილი და ისინი იქნებიან თავისუფლები და დემოკრატიულები, თუ შეიძლება აი ამის ამ სიტყვის სწორი გაგებით, ესე იგი ჩვენ ეს სიტყვა ვიხმაროთ. ისინი არასოდეს არ წავლენ უაზრო ექსპერიმენტზე. ისინი გაითვალისწინებენ ყველა იმ შეცდომას, რომელიც წინა ხელისუფლებამ დაუშვა
და ისინი იქნებიან იმ პრინციპების ერთგულები, რა პრინციპების მიხედვითაც ისინი არჩიეს ხელისუფლებაში. თქვენც ასეთივე მოლოდინი გაქვთ? რა საფუძველი აქვს აი ამას ყველაფერს, თუნდაც რაზეც ბატონ ზურა საუბრობდა ახლა ბატონ თენგიზე? უპირველეს ყოვლისა ვიტყვი იმას, რომ საფუძველი არის იმ ვალდებულებაში, რა ვალდებულებაც წარმოიშობა არჩევნების მერე, როდესაც ორჯერ ერთი და იგივე პოლიტიკურ ძალას საზოგადოება უცხადებს ნდობას. და ეს იყო 2012 წლის 1 ოქტომბერს და იყო 2013 წლის 27 ოქტომბერს, როდესაც ერთი და იგივე პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები საზოგადოებამ აირჩია. ეს არის ძალიან სერიოზული ვალდებულება. და მე იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები, ვინც იქნენ არჩეულები, ამ პასუხისგებლობას ბოლომდე ითვალისწინებენ. პლუს ამას, იცით, ჩვენ ძალიანავართ გადართული, ასე ვთქვათ, ამ კაბინეტის დაკომპლექტებაზე, საარჩევნო პერიოდზე, რა მოხდა, როგორ იმდენად მშვიდად გავიარეთ ეს არჩევნები, რომ მე მგონი რაღაც თლა ბოლომდე არ გვჭირა, რომ არჩევნები ჩატარდა და რაღაც კიდე მე მგონი ის არის, რა ქვია, ბოლომდე ეს ეიფორია არ გასულა, კარგი ეიფორია, მაგრამ საქართველოს გასაკეთებელი აქვს უამრავი საშინაო დავალება. ჩვენ წინა გვაქვს ვილნიუსის სამიტი, თუმცა ვილნიუსის სამიტზე კიდე დამატებით დავალებებს ვიღებთ იმისათვის, რომ ამ საშინაო და საგარეო დავალებებსაც ალბათ უამრავი. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ის რაზედაც ჩვენ საუბრობთ, ხო მე თქვენი აზრით ამაზეა საუბარი, იმიტომ რომ მე როგორც ბატონი ზურა საუბრობდა. მე ამაზე ვსაუბრობ ზუსტად, იმიტომ რომ მოლოდინი საზოგადოებაში ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ, ხო, არჩევანი გაკეთდა იმისთვის, რომ საქართველოში შეიქმნა სტაბილური დემოკრატია და საქართველოში შეიქმნას გაცილებით უკეთესი სახელმწიფო, ევროპული სახელმწიფო, ვიდრე ეს იყო, ხო? ეს ყველაფერი დაკავშირებულია მათ შორის იმ ვალდებულებებთან, რომელიც საქართველოს აქვს. საქართველოს აქვს უცხოელ პარტნიორებთან, საქართველოს მთავრობას აქვს საკუთარი ხალხის წინაშე. ამიტომ ბუნებრივია პირველი ამოცანა, რაზედაც უნდა იზრუნოს პრეზიდენტმა, პრემიერმა, ნებისმიერმა მინისტრმა და ნებისმიერმა მოხელემ, სწორედ აი ამ წინასაარჩევნო ვალდებულებების შემდგომი რეალიზაციისათვის. ამიტომ ჯერჯერობით საფუძველი იმისა, რომ თქვა, რომ რაღაც სტრატეგიული გადახვევა მოხდა, მეთქი ამიდან ნამდვილად არ მაქვს და იმედი მაქვს და ბევრი საფუძველი მაქვს იმისათვის ვიფიქრო, რომ რა გამოვა ეს იქნება 100%-ით შესრულებული, 90%-ით შესრულებული, ამას ვერ გეტყვით, ბუნებრივია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ძალისხმევა მოხმარდება სწორედ ქვეყნის მშენებლობას და არა ერთმანეთში ქიშებს და ეს არის ყველაზე მთავარი. მოდით ისევ დღევანდელი და გუშინდელი დღის მთავარ თემას დაუბრუნდეთ, ეს არის მთავარი პროკურორის გადადგომა და შემდეგ უკვე ახალი კანდიდატურის დასახელება. თქვენთვის იყო თუ არა აი გარკვეული გზავნილი არჩილ ყბილაშვილის განცხადება მასსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობის შესახებ. გამორიცხავთ, რომ დაუშვათ მისი გადადგომა რაღაც შეიძლება უკავშირდებოდეს სერიოზულ უთანხმოებას თუნდაც. იტა არ მგონია მათ მერე გააკეთეს განცხადება ამის შესახებ, რაც მე მოვისმინე და უარყვეს ასეთი, ასე ვთქვათ, უთირდაპირისპირება და მე რამდენადაც საქმის კურსი ბოლომდე გჯერათ ამის, რაზეც პოლიტიკოსებმა ისაუბრეს. მე ახლა ძალიან დამჯერე და ისეთ, რა ქვია, იმედიანად გამოვა, მაგრამ მართლა მჯერა, იმიტომ რომ ამათ პიროვნულად ორივეს ვიცნობ და ვიცი რა ურთიერთობა აქვს. იქ არ არის იმის საფუძველი, რომ ერთმანეთთან პრინციპული დაპირისპირება ქონოდათ მათ. გასაგებია არჩილ ყბილაშვილის განცხადება, არჩილ ყბილაშვილის განცხადება სხვა რამეს გულისხმობდა და არჩილ ყბილაშვილზე არ შემიძლია არ თქვა, რომ ის იყო შესანიშნავი პროკურორი. ძალიან რთულ დროს იყო შესანიშნავი პროკურორი. თუმცა მის მიმართ არაერთი კრიტიკული განცხადება იყო ამ ერთი წლის განმავლობაში. ეგა კრიტიკული განცხადებები იქნება, არ არსებობს სიტუაცია, როცა კრიტიკული ამდენი გამწარებული ხალხი, ბატონო. დაუმსახურებელი იყო ეს კრიტიკული განცხადებები? ისეთ რა, ჩემი აზრით დაუმსახურებელი იყო და რატო? იმიტომ რომ არ შეიძლება ათასობით და 10,000-ობით საქმე ერთდროულად განიხილო და ერთდროულად ამ საქმეებზე დააყენო შედეგი. არ შეიძლება ერთდროულად აკეთებდე ორგანიზაციაში რეორგანიზაციას, იგი სრულად რეფორმირებას ორგანიზაციის და ამავე დროს საქმეებს აკეთებდე და ეფექტურად აკეთებდე საქმეებს. მე მაგალითად ძალიან მოხარული ვარ იმისი, რომ აი ვერ მოხდა დაუშვათ ესე იგი რაღაც დიდი
გადაწყვეტილება იმისი, რომ ესე იგი დიდი ხნით ადამიანებიც ციხეში გაესვა, თუმცა თითქოს მთელი საზოგადოება დარწმუნებულია იმ დანაშაულში, რომელიც თითქოს ამ ადამიანებმა ჩაიდინეს. ჩვენ ჯერ კიდე ესე იგი შედეგი ვერ მივიღეთ. იცით რა, არცულ კბილაშვილმა გააკეთა სრულიად სხვა სიტუაცია აი ამ პროკურატურის ვითარებაში, როცა ადამიანებმა აღიარებით ჩვენებისკენ კი არ წაიყვანა ეს თავისი გამოძიება და პროკურატურა იმისკენ კი არ უბიძგა რომ აღიარებით ჩვენება აიღოთ ამ ადამიანებს, თორე ეს ადვილია, ეს არ არის რთული საქმე. რას ელით მომავალი როგორი იქნება პროკურატურის ახალი მთავარი პროკურორის მიდგომები ასეთი იქნება, გაგრძელდება ეს პოლიტიკა თუ უფრო მეტად რადიკალური იქნება, როგორ ფიქრობთ? იმ ბექგრაუნდიდან გამომდინარე, რომელიც დღეს უკვე შეახსენეს კიდეც მომავალ კანდიდატს. ეს რა მე არ ვიცი ახალი მთავარი პროკურორის შესახებ ბევრი რამე, ძალიან ცოტა ინფორმაცია მაქვს, მაგრამ ერთი რამის თქმა მინდა, რომ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რაღაც გარკვეულ დიდ ნაწილად დარწმუნებული ვარ, რომ ის პრინციპი, რითიც ახალმა პროკურატურამ უნდა იმუშაოს და ის პრინციპი, რაც დაანერგა თვითონ არჩილ კვილაშვილმა, რისი მოხარულიც მე ვარ და რისი მადლობელიც მე ვარ არჩილ კვილაშვილი და არა მარტო კვილაშვილმა დაანერგა ეს ახალი ხელისუფლების არსი სწორედ მაგაში იყო, რომ ისინი იმ გზას არ გააგრძელებდნენ, რაც ძველი პროკურატურა. საკადრო ცვლილება რას უკავშირებთ თქვენ ბატონ ზურა? ისიც რა, არის რაღაცა იგივე პოლიტიკა უნდა გააგრძელდეს და თქვენ ხედავთ თურმე ამის საჭიროებას, თქვენი აზრი საინტერესოა რა თქმა უნდა. ისიც რა, ადამიანი არის გარკვეულწილად თავისი დადებითი სუსტი და ძლიერი მხარეები აქვს. არც კვილაშვილმა შეძლო ის, რაც შეძლო და იმ ხანში, რამდენ ხანშიც შეძლო. მან დაინახა, რომ ესე იგი ის რაც გააკეთა, აი ეს იყო მისი მაქსიმუმი და ძალიან წესიერად და ძალიან კარგად და ძალიან სწორად შემოიტანა განცხადება გადადგომის შესახებ. მას რა თქმა უნდა, ახალი პროკურორი უფრო ეფექტური იქნება, უფრო მეტის გაკეთება შეიძლება, იმიტომ რომ წინ აი ეს პერიოდი ჩვენ გავიარეთ, რაღაც პერიოდი ჩვენ გავიარეთ. პროკურატურაში მოხდა სერიოზული ცვლილებები, იქ მოხდა რაღაც დაკომპლექტება, ეს საქმე გაგრძელდება, უკვე დამთავრდება რაღაც გარკვეულ დროს და იმედია რომ პროკურატურა უფრო ეფექტური იქნება. მე არ ველი რომ ძალიან ბევრი საქმეები შედეგით დამთავრდება ძალიან ცოტა ხანში. ეს რომ მოხდეს, ესეთი სიტუაცია რომ მოხდეს, მაშინ თვისობრივად უნდა შეიცვალოს პროკურატურის ქმედება. იცით რა, მე არ ველი დაჭერებს, მე ვერი საქმეების კანონიერ საბოლომდე მიყვანას და მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება პროკურატურა ეფექტური და ეს იქნება კრიტერიუმი პროკურატურის კაი მუშაობის. აუცილებლად თქვენი აზრიც მინდა მოვისმინო ამასთან დაკავშირებით. ელიტი თუ არა რომ არჩილ კვილაშვილის წასვლის შემდეგ ოთარ ფარცხალაძის პოლიტიკა მთავარ პროკურატურაში იქნება განსხვავებული, იქნება უფრო მეტად რადიკალური, უფრო მეტად ხისტი და ყველა ის კრიტიკა, რომელიც არჩილ კვილაშვილის მიმართ ისმოდა, თუნდაც მისი თანაგუნდელების მხრიდან მისი მოღვაწეობის ამ ერთი წლის განმავლობაში არ გაგრძელდება უკვე სამომავლოდ ახალი მთავარი პროკურორის. მე მგონი რომ როდესაც საერთოდ ამაზე ვსაუბრობთ, ორი რამ არის რა, რაც ერთმანეთისაგან უნდა გაიყოს, არის სტრატეგიული ამოცანა და არის ტაქტიკური ქმედებები. სტრატეგიულ ამოცანას თუ მივხედავთ, ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული ამოცანა იყო სისტემების დეპოლიტიზაცია. ცნობილია რომ ძალოვანი უწყებები, პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, ეს იყო ყველაზე ჩაკეტილი სტრუქტურები და პოლიტიზირებული სტრუქტურები. ამიტომ თუ ლაპარაკობთ სტრატეგიულ ამოცანაზე, რადგან საუბარი იყო, რომ მოხდეს სისტემის დეპოლიტიზაცია, განთავისუფლება და ყველაფერი წარიმართოს მხოლოდ და მხოლოდ კანონით და არა ვინმეს პიროვნული ჩარევით, ეს სტრატეგიული ამოცანა საჭიროებს გარკვეულ პერიოდს, რა თქმა უნდა, მას აქვს გარკვეული თავისი ტაქტიკური სულები, რაც კონკრეტულ ამოცანის განხორციელებას გულისხმობს, მაგრამ სწორი ნაბიჯები გადაიდგა ერთი წლის განმავლობაში მაგკუთხით, რაზეც თქვენ სწორედ ამაზე ვსაუბრობ, რომ გულისხმობს რაღაც პერიოდს, როდესაც ჩვენ ვხედავთ შედეგს. ეხლა როდესაც ლაპარაკობთ, რომ აზრთა სხვადასხვაობა იყო, ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ქვეყანაში ყველა ლაპარაკობდეს უნისონში, მათ შორის ერთ და იგივე გუნდში. ბუნებრივია აზრთა სხვადასხვაობა და ჭიდილი და კამათი უნდა იყოს. სერიოზული უთანხმოება რო ყოფილიყო, ეს სერიოზული უთანხმოება მაშინ გარეთ გამოვიდოდა, როცა ერთიც და მეორეც იძახის იმას, რომ პრინციპული უთანხმოება არ ქონია, ანუ საუბარია იმაზე, რომ სტრატეგიულ საკითხებში უთანხმოება არ ქონია, იყო ლაპარაკი ტაქტიკაზე, რომელიც მე სხვანაირად წარმომიდგენია და თქვენ სხვანაირად წარმოგიდგენიათ, ეს სხვა არის. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ სტრატეგიული მიმართულება
სისტემაში არ შეიცვლება და ის სტრატეგიული ამოცანა იქნება რომ ეს ყველაფერი მივიდეს ბოლომდე. ტაქტიკურად რამდენად უფრო ეფექტურად შეძლებს ამას ახალი პროკურორი? წინა პროკურორმა ეს ეფექტურად ვერ შეძლო თქვენი აზრით? წინა პროკურორმა ჩათვალა რომ არა ეს უთანხმოება ბატონ თენგიზ, მაშინ თქვენი აზრით საინტერესოა რა თქმა უნდა, რას უკავშირდება არჩილ-კბილაშვილის ეს გადაწყვეტილება. როგორც განაცხადა, რომ მან ამოწურა საკუთარი შესაძლებლობები, როგორც ბატონ ზურა არჩილ-კბილაშვილმა აქ საუბარი იყო რაღაც კონკრეტულ ვადებზე, ანუ კონკრეტულ ტექნიკებზე, სად რა როგორ უნდა განხორციელდეს. ამაში წარმოიშვა ასთა სხვადასხვაობა, რაც გამოვიდა ყოველ შემთხვევაში ესა პრესაში ხო და საინფორმაციო საშუალებებში. ანუ რაღაც კონკრეტულ ეტაპზე ადამიანმა ჩათვალა რომ ან ვეღარ ვაკეთებ, ან ჩემი ხედვები და სხვისი ხედვები განსხვავდება. ასეთ შემთხვევაში მაშინ რას ნიშნავს ეს რომ შესაძლებლობა აღარ აქვს მისი ხედვების განხორციელების? ანუ თუ ჩვენ ისევ და ისევ ვიძახი არა სტრატეგიაში, არამედ კონკრეტულ ტაქტიკურ ამოცანებში განსხვავებული ხედვა გვაქვს, რაც გასაკეთებელია, ხო? ასეთ შემთხვევაში ან მე უნდა წავიდე, უნდა დავამტკიცო, რომ არა, რასაც მე ვაკეთებ, ეს უფრო უკეთესია. თუ ამას მე ვერ ვამტკიცებ, ან თვლი რომ მეტის გაკეთება მე ესა ჩემს ხელში აღარ არის და არ ხელმეწიფება, ასეთ შემთხვევაში ადამიანი მიდის თანამდებობიდან. რისი არჩევანიც გააკეთა არჩილ-კბილაშვილმა. ისევ და ისევ ვიძახი, მე არ მგონია, რომ ეს იყოს რაიმე ძირეული, სტრატეგიული, პოლიტიკური განხეთქილება, იმიტომ რომ შემთხვევაში ეს გარეთ გამოვიდოდა და პლუს ამას ყველა, ვინც კი მონაწილეობს ამ გუნდში, ყველა ეძახის, რომ სტრატეგიული ხედვები არის ერთი და იგივე, უბრალოდ რაღაც პერიოდში კბილაშვილმაც და გუნდმაც ჩათვალა, რომ უფრო ეფექტური იქნება, თუ კი ეს ადამიანი შეიცვლება. აი ეს არის და ეს. სამართლიანობის აღდგენის დაბალი ტემპი ამაზე იყო ხოლმე. ცოტა სადაო თემაა, რაც ნიშნავს სამართლიანობის აღდგენა. კვალიფიციური კადრების ნაკლებობა, რომ არ მოხდა სათანადოდ გადახალისება კადრების პროკურატურაში. აი მაგაზია საუბარი. ეს ცვლილებები საჭირო იყო. აი ამიტომ ვიძახი, რა თქმა უნდა, საჭირო იყო ქალბატონო ეკა, მაგრამ განსხვავება რაშია? ისევ და ისევ ვიძახი. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ესე, რომ მოდით დავშვით მიდგომა, რომ ვინც აქამდე მუშაობდა პროკურატურაში, ყველა იყო ძველი ხელისუფლების მსახური და ხვალ განთავისუფლებული ხართ. ასეთი რაღაცა იმთავითვე იქნებოდა მახინჯი ფორმა. ამიტომ თუ სტრატეგიულად ვაგებთ სწორ ფორმას და სტრატეგიულად ვაგებთ იმ ფორმას, რომ ყველაფერი ეყრდნობა პროფესიონალიზმს და ეყრდნობა კანონს, ამას შედეგი ცოტა გვიან მოაქვს. რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას და სამართლიანობის გასაგებია, მაგრამ სამართლიანობის აღდგენა უნდა მოიტანოს სისტემის გამართვამ. ჩვენ ვლაპარაკობთ მოსავალზე, მაგრამ მოსავალი რო აიღო, ყველა ის პროცესი უნდა იყოს ისეთნაირად, რომ კარგი მოსავალი მოქცეს. ამას ჭირდება სწორედ დრო. ამაზეა საუბარი, იმიტომ რომ არ შეიძლება დაავალო და მოითხოვო, მაშინ იგივე მეთოდით უნდა მოითხოვო ვიღაცის დაჭერა, განაჩენის მიღება, რაც იყო მანამდე, ხო? ამიტომ თუ ვიძახით, რომ არა სხვა მეთოდია, თუ ვიძახით, რომ ამ შემთხვევაში პროკურორი უხეშად რო თქვათ, ვეღარ მიაწვება მოსამართლეს და ასეთ შემთხვევაში უნდა იყოს შეჯიბრებითობის პრინციპი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ამას შედეგი ეს მალე არ მოაქვს. რა თქმა უნდა, მე არ ვიძახი, რომ ყველაფერი იყო იდეალურად და არ იყო ტაქტიკური შეცდომები. რამდენად მოახერხა ახალმა ხელისუფლებამ, რამდენად მოახერხებს თქვენი აზრით ხელისუფლება რაღაცა ამ ბალანსის გავლებას და დაცვას უფრო სწორედ აი ამ ბალანსის დაცვას სამართლიანობის აღდგენასა და პოლიტიკურ დევნას შორის, რომელზეც ასე ხშირად საუბრობს ოპოზიცია. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის მთავარი გამოწვევა, რომ ტერმინი პოლიტიკური დევნა ქართული რეალობიდან უნდა გაქრეს. არ შეიძლება ქვეყანა საუბრობდეს დემოკრატიის აღმშენებლობაზე და ლაპარაკობდეს პოლიტიკურ დევნაზე. მაგრამ პოლიტიკურ დევნად არანაირად არ უნდა ჩაითვალოს ის, რომ კანონის წინაშე ყველანი თანასწორი ვართ. მეც, პრემიერიც, პრეზიდენტიც, სასამართლოს თავმჯდომარეც, პარლამენტის თავმჯდომარეც, ყველა მიუხედავად იმისა, რა პოზიცია გვიკავია. გასაგებია. ბატონ ზურა, თქვენი აზრიც მაინტერესებს, რამდენად შეძლო ხელისუფლებამ, ან მომავალში რამდენად შეძლებს აი ამ ბალანსის დაცვას სამართლიანობის აღდგენასა და პოლიტიკურ დევნას შორის. ეგ ადამიანებს ქართულ საზოგადოებამ დაიჯერა, რომ ხელისუფლებამ შექმნა ისეთი სიტუაცია, რომ სამართლიანობა ყველასთვის აღდგება. ერთი მომენტი. მეორე ის, რომ ესე იგი ყველა კანონის წინაშე თანაბარია, რაც ლაპარაკობს თეიგზე, ესეც ამისაც ჯერა საზოგადოებას. რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, რეალურად რო შეხედოთ სიტუაციას, როგორ არის? დაახლოებით 20%-ია საზოგადოების ის ხალხი, ვინც მოითხოვს ამ სამართლიანობის აღდგენას, დანარჩენი თანაუგზნობს ამ სიტუაციას. 20% ადამიანი, ვინც ძალიან ბევრია, ეს დიდი რიცხვია, რიცხვებში რო გადაიყვანო.
ეს არის ხალხი, რომელსაც წართვის ქონება, რომელიც უსამართლოდ დაიჭირეს, რომელსაც ზედმეტად მკაცრად მოეპყრენ, რომელიც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ პოლიტიკურად გაუსწორდნენ. მომავალში, თუნდაც ჩვენ ისევ პროკურატურაზე ვსაუბრობდით, აი ამ კუთხით რაღაც უფრო მეტი გააქტიურება იქნება. აუცილებლად მოსალოდნელი არის, მაგრამ ეს მოსალოდნელი არის არა იმის ხარჯზე, რომ პროკურატურა შეეცვლის თავის ძირითად პრინციპებს და დაიწყებს, ესე იგი ვთქვათ, ეფექტურობა გამოვლინდება იმაში, რომ ბევრი აღიარებითი ჩვენება იქნება. ეფექტურობა პროკურატურის იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მტკიცებულობით დაადასტურებს ადამიანის დანაშაულს და მხოლოდ ამის შემდეგ ესე იგი დავიწყებ ჩვენ იმაზე ლაპარაკს, რომ ამის შემდეგ აღიარებს დაუშვათ დამნაშავე ამას. ეს იქნება სწორი. მე მაგალითად მომხრე ვარ, რომ არ დაისაჯოს ბევრი დამნაშავე, არ დაისაჯოს, ვერ დაისაჯოს, იმიტომ რომ სამხილები არ იყოს, ვიდრე დაისაჯოს უდანაშაულო ადამიანი. სწორედ ამიტომ ამის გამო მოვიდა ეს ხელისუფლება და ამ ხელისუფლებამ თუ ამ პრინციპს უღალატა, მაშინ ეს ხელისუფლება დადგება თავისი კრახის წინაშე. ამიტომ პროკურატურა უნდა გააგრძელოს იგივე პრინციპებით მუშაობა, მაგრამ უნდა გახდეს ეფექტური და ეფექტური რო გახდება, ამას ადასტურებს კი რა, ამის ვარაუდი შეიძლება იმის გამო, რომ 2 წელი გავიდა, ამ 2 წელიწადში ბევრი რამე გაკეთდა. ეხლა უფრო დიდი ტემპით დაიწყება ამის კეთება და სამხილები ბევრი დაიდება და რეალურად სიტუაციაც შეიცვალა, რადგან არ იქნება პრეზიდენტი, რომელსაც შეუძლია შეიწყალოს დამნაშავე ყოველგვარი აპელაციის გარეშე, რა თქმა უნდა შეიცვლება და ბევრი ადამიანი, რომელიც სამართალს ელოდება, ის მიიღებს ამ სამართალს. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა ბატონებო, რომ იყავით ჩვენთან სტუდიაში, ჩვენი სტუმრები. ისევ რეკლამა გადაცემაში, რომლის შემდეგაც უკვე დასკვნით ნაწილში ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე კვლავ ექსპერტებთან ერთად გავնაგვზობთ საუბარს. ემუქრება თუ არა საფრთხე საქართველოს ფინანსურ სტაბილურობას, მოხდება თუ არა ბიუჯეტის სეკვესტრი და რა მდგომარეობაშია რეალურად ქვეყნის ეკონომიკა. როგორია ექსპერტების პროგნოზი და შეფასებები. პაატა შეშელიძე, ლევან კალანდაძე და ემზარ ჯგერენაია. დისკუსია პირველ სტუდიაში. წლის ბოლოსთვის ჩვენი ვარაუდით იქნება დანაკლისი რაღაც 9 მილიარდიდან 1 მილიარდამდე. ბიუჯეტის გარკვეული ნაწილი, ასე ვთქვათ, შემოსავლების ნაწილში წელს ვერ შესრულდება იქიდან გამომდინარე, რომ ზრდა მეტი იყო დაგეგმილი, მაგრამ ყველა სოციალური ვალდებულება, რომელიც აღებული იყო, ბიუჯეტის მიერ იქნება გასტუმრებული. პირველი სტუდია განაგზობს მუშაობას, რა ხდება ქართულ ეკონომიკაში და რა გველის წინ. ამ კითხვებზე პასუხის მიღებას ჩემი სტუმრებისაგან შევეცდებით. ჩემი სტუმრები კი დღეს არიან ლევან კალანდაძე, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, ძირითადად ექსპერტები ეკონომიკურ საკითხებში, ემზარ ჯგერენაია, ასევე ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში და პაატა შეშელიძე, ახალი ეკონომიკური სკოლა. ძალიან დიდი მადლობა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ და მოდით ვისაუბროთ ამ 2 დღის განმავლობაში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა, სწორედ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაა და პირველ რიგში ბატონ პაატას მინდა ეს შეკითხვა დაუსვა. განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება მაინც რაღაც ბიუჯეტის შემოსავლებთან დაკავშირებით. ერთი ვერსიით ეს დეფიციტი არის 300 მილიონი, მეორე ვერსიით არის 600, ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით კიდევ უფრო მეტი, დაახლოებით 800-იან შეიძლება კიდევ უფრო მეტი. თქვენი აზრით და თქვენი ინფორმაციით რეალურად რა ხდება რა მდგომარეობა ამ კუთხით? ამ ციფრებს ალბათ თვითონ სტატისტიკის დეპარტამენტი და ფინანსის სამინისტრო დააზუსტებენ. მე მგონი ნაციონალურ მოძრაობამ წლის ბოლომდე თქვა პროგნოზი მილიარდამდე გაზრდა, ამ წუთში შეიძლება იმდენი არ იყოს. მაგრამ თავარი ის არის თუ რატომ მოვედით აქამდე, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. საფრთხე არის ასეთი, რომ თავრობასა გადაწყვეტილი ყველა თავისი ვალდებულება გაისტუმროს, მაგრამ რა რესურსით გაისტუმროს, წყარო რა იქნება. და აქ არის საფრთხე ის, რომ წყარო თხოვარ შეიძლება იქნეს გამოყენებული ეროვნული ბანკის მიერ ფულის მოჭრა. ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე, რომელიც წინ შეიძლება დადგეს. და რას გამოიწვევს ეს თუ ესე მოხდა? ეს ინფლაციას გამოიწვევს, დანაზოგების და გაუფასურებას და მყიდველობის უნარის შემცირებას. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნება რეალობაში ესეთი ტრაგიკული განვითარება, მაგრამ საფრთხეზე ვსაუბრობ. მინდა რომ ამიდან თავი იმედი რომ გაქვთ რომ ეს ესე არ იქნება, ამ იმედს რა გაძლევთ? ანუ გამოცდილება ყოველ შემთხვევაში 90-იან თუ რა მოხდება? 90-იან წლების გამოცდილება, როდესაც იქნა ანალოგიური მეთოდები გამოყენებული, გახსოვთ ჰიპerinfляციით დამთავრდა და მასობრივი გაღატაკებით და გარდა ამისა, ბოლო წლებში ეროვნული ბანკის მიერ ჩატარებული პოლიტიკა, რომელიც
თუ მეტნაკლებად სტაბილური გაცვლითი კურსის შენარჩუნებაზე იყო ორიენტირებული, რაც ჯერჯერობით გრძელდება, მაგრამ როგორც ხედავ, ამ ეროვნულ ბანკში ციცილება დამოკიდებულება განსაკუთრებით ამ მიმდინარე პოლიტიკის პარალელურად, როდესაც აქცენტია გაკეთებული ფულის ხელმისაწვდომობის გაზრდაზე და იაფი ფულის შემოტანაზე ეკონომიკაში, რაც ჩემი აზრით მცდარი პოლიტიკაა, მაგრამ რაღაცნაირად კორელაციაში მოდის ეროვნული ბანკის პოლიტიკა ამ მიმართულებით და ხელისუფლების პოლიტიკა, ანუ ხელისუფლების დანარჩენი ნაწილების პოლიტიკა. კარგით, მოდით რო არ გადავღალოთ მაყურებელი და უფრო მათთვის გასაგები რო იყოს ეს ყველაფერი თუ რა ხდება და რა შეიძლება მოხდეს კონკრეტულად ვისაუბროთ იმაზე, რა დოზით შეიძლება აისახოს აი ეს გარღვევა თუ ეს მოხდება საქართველოს მოსახლეობაზე, ბატონო ემზარ. პირველ რიგში რაც შეეხება ციფრებს. შარშანდელ ბიუჯეტთან შედარებით წლევანდელი ბიუჯეტი მილიარდით იყო გაზრდილი. ამ მილიარდის ბაზა იყო დაახლოებით 400 მილიონის ეკონომიკის და დანარჩენიც კიდე სხვა პარამეტრები, რახან ეკონომიკის და ვერ მოხერხდა ამ დოზით და ამქედან გამომდინარე ვერ დაფინანსდა გადასახადის გადამხდელი დარგები, ანუ ეგრეთ წოდებული კომუნიკაციური და კაპიტალური დარგები, ბუნებრივი ეს ფული არ საკას შესრულებას მოაგდა და 400 მილიონი დააგდა. და რატომ ვერ მოხერხდა დაგეგმილი ეკონომიკის ზრდა? ანუ მიზეზებზე სხვათა შორის იყო საუბარი, ძირითადად საუბარი იყო რაღაც უფრო პოლიტიკურ მიზეზებზე, იზიარებთ თუ არა თქვენ ამას? რამდენიმე მიზეზია, ჯერ ერთი დიდი ხნის უკანაც ქონდა ჩვენ ამაზე აღნიშნული, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდგომ როგორც დაემთხვა ოქტომბრის არჩევნების დამთავრება და კანონი და კონსტიტუციით ბიუჯეტური პროცესის დაწყება პარლამენტში უნდა შესულიყო 1 ოქტომბრის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც ეხება განვითარების გეგმას ეგრეთ წოდებული ბიუჯეტის, ის ყოველთვის გათვლილი იყო ადრე ძველიც 6%-იან ზრდაზე, პროგნოზი 2014-15 7-8%-იანი იყო. და როგორც კი მოვიდა ხელისუფლება, ავტომატურად შევიდა ფაქტობრივად დიდი ცვლილება არ შესულა განვითარებულ ძველ ბიუჯეტში და იგივე დაღმობით ბიუჯეტში შევიდა პარლამენტში. აი აქედან მოყოლებული დარჩა ძველი 6%, შეტანილი 6%, არ გადახედა ფინანსის სამინისტრომ ახსე 6%, ეს იყო ძალიან მე მგონი არასწორი ნაბიჯი, მაშინა თუ უნდა გადაეხედა, მაშინა თუ ჩანდა რომ არ იყო საფუძველი იმისა, რომ 6%-იანიც დაყოფილიყო 2013 წელს მთელი მიზეზების გამო და ეხლა ვეგეთქვით 2 წამში ამ მიზეზებს. ამიტომ იქიდან მოყოლებული უკვე 2013 დასაწყისში მიუხედავად იმისა, რომ აგრარულ სექტორში მოხდა საკმაოდ დიდი ინიექცია 800 მილიონამდე, ამან ეკონომიკა წაწია, ნიშნები გამოჩნდა, მაგრამ თავარი პრობლემა რაშიც იყო ორი. მილიარდ 200 მილიონი ეს იყო ვალი დეგეგი გადაუხდელი, გადმოყოლილი 2012 წელს და გასტუმრება ჭირდებოდა და ამას რესურსი ჭირდებოდა. მეორე მილიარდ 200 მილიონი იყო ბელგიის კლუბის ფული, რომელზეც ყოველწლიურად რუსეთთან ომის შემდგომ ყოველწლიურად ხებულობდით და დამთავრდა 2013-ს ვერ მივიღებდა, ამას კომპენსაცია ჭირდებოდა, ეს ორი სერიოზული პრობლემა იყო. მესამე პრობლემა იყო, რომ იწყებოდა საგარეო ვალების, რომელიც ჰიუსტონის მეთოდი ჩვენ გადაგვივა და იმის მომსახურება და წესების გაგზავნა. აი ამ სერიოზულად შეაფერხა პირველი ეს მომენტმა. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ორხელისუფლებიანობა, რომელმაც შიდა და გარე შიდა და არ ვიცი, ჩემში ორხელისუფლებიანობა ერთ-ერთი საერთოდ მეორეს და ძალიან გაურკვევლობის სინდრომი გააჩინა როგორც შიდა ინვესტორებში, ისე გარე ინვესტორებში. თქვენ წარმოიდგინეთ დღესაც გაურკვეველი სიტუაცია, იქ დაყადაღდა რა ქვია, ლიბერტი ბანკის 51% სერიოზული ნაბიჯია, პატარკაცში ოჯახი იბძვის რაღაცას, იბრუნებს რაღაცას ვერა და გრძელდება ხა ჩამოთვლა შორს წავიყვანდა, ხო? ეს პროცესი ხელს უშლის რომელიმე ბიზნესმენს ინვესტიცია განახორციელოს. რა შეეხება ინვესტიციას, რომელიც ასევე დაგვაგდა და ზრდა არ მოხდა, თქვენი გარდა იმისა, რომ არა საკმარისი და არა სახარბიელო კლიმატი იყო ევროპაში თავის პრობლემები ჰქონდათ, ძირითადად ბოლო წლების ინვესტიცია ჩვენ შემოდიოდა ოფშორებიდან, ხო, ჰოლანდიიდან და შემდეგ. ანუ ეს იყო შიდა ინვესტიცია, აქედან გატანილი ფული. ბუნებრივია, იმ ხალხმა ისევ არ დააბანდა, ინვესტიციას დააგდა. რა თქმა უნდა, ამას ხელი შეუშელა იმანაც, რომ არ მოხდა სტრუქტურული რეფორმებიდან ყისეული რეაგირება ამ ყველაფერზე და ამის ადეკვატური და ამის ალტერნატივის მონახვა იმ წუთში და თავიდანვე ნატელი ჩანდა და ბუნებრივია ეკონომიკის და ამან შეაფერხა სწორედ არ მოხდა ამის დადაში. ბატონ ლევანსაც მოусმინოთ ამ ორ კითხვასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე დავსვი, ანუ რეალურად რაზეც საუბრობდა თუნდაც ბატონი ემზარი, რომ შესაძლებელი იყო, ან ხედავთ თქვენც იმის აუცილებლობას, რომ რაღაც უფრო ეფექტური ნაბიჯები შეიძლებოდა მთავრობის მხრიდან გადადგმულიყო და აი ეს ყველაფერი ეს
დაგეგმილი რაღაც გარღვევა, დეფიციტი, კრიზისი, ეს ყველაფერი თავიდან შესაძლებელი იყო თუ არა, რომ აეცილებინა ქვეყანას. და რეალურად რა საფრთხეებს ხედავთ? ამა თუ იმ დარგის პროფესიონალის ავკარგიანობა და მისი ასე ვთქვათ კომპეტენცია სწორედ იმის მიხედვით შეიძლება შეფასდეს, რამდენად სწორად გათვალა წინა ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები, რამდენად სწორად შეაფასა ქვეყნის განვითარების შესაძლებლობები და რამდენად სწორად დაგეგმა აქედან გამომდინარე, ანუ რამდენად სწორი ანალიზის საფუძველზე დაიგეგმა 2013 წლის ბიუჯეტი. მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ 2000 ყოველ შემთხვევაში ჩემი მოსაზრება ასეთია, რომ თქვენ აღნიშნეთ, რომ პრიორიტეტები გადასახადია. 2013 წლის ბიუჯეტი დაგეგმილი იყო ცუდად. 2013 წლის ბიუჯეტში პრიორიტეტები იყო არასწორად გაწერილი და 2013 წლის განმავლობაში საბიუჯეტო პროცესი განხორციელდა არასწორად. კონკრეტულად რა პრიორიტეტებს გულისხმობთ? შედეგად ჩვენ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ აპრიორი უკვე გარღვეული ბიუჯეტი და ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა დღეის მდგომარეობით უკვე პრაქტიკულად, აღიარებითი ჩვენება ამ თვალსაზრისით უკვე საზოგადოებას მისცეს. დავიწყოთ იმით, რას ნიშნავს ეს გარღვევა გადაღებული 600 მილიონი. მოდით ვთქვათ, ეს 600 მილიონი არის პროგნოზი გარკვეული ადამიანების და ექსპერტების. არანაირი 600 მილიონიანი გარღვევა ამ ეტაპზე არ არის. ამ ეტაპზე არის 292 მილიონი ლარი საგადასახადო შემოსავლების კუთხით ჩამორჩენა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 8 თვის მონაცემებით იყო 264 მილიონი. ანუ ციფრები ხა ნაკლებად გასაგები იქნება, მარტივად ვთქვათ, გარკვეული მათემატიკური მოდელი რო ავაგოთ, ნავარაუდევია, რომ წლის ბოლოსთვის ეს დღეს არსებული ჩამორჩენა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზრდება და შემოსავლების ნაწილში ზოგი ექსპერტი აფასებს 600 მილიონი, ზოგი 800 მილიონი. მე დავასახელე ეს ციფრები, რომ სხვადასხვა პროგნოზი ეს არის დაახლოებით 500 მილიონის ფარგლებში. თუმცა მეერწმუნეთ არანაირი დიდი მნიშვნელობა საზოგადოებისთვის 500 მილიონიანი გარღვევა იქნება თუ 600 მილიონიანი თუ 800 მილიონი, ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. ზოგადად რას აქვს მნიშვნელობა საზოგადოებისთვის? ეს აინტერესებს ახლა მაყურებელს, რომლებიც თქვენ გისმენთ. საზოგადოებისთვის მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საბიუჯეტო პროცესი არასწორად განხორციელდა, მთელი პროცესი, დაგეგმა განხორციელების პროცესში. და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად წლევანდელ ბიუჯეტს უკვე აღარაფერი აღარ ეშველება. თავარია 2014 წლის ბიუჯეტში ის პრიორიტეტები და ის აქცენტები, რომელიც 2013 წლის ბიუჯეტში არასწორად იყო დასმული, სწორად ავსახოთ და სწორი ანალიზი გამოვიტანოთ იმ მდგომარეობიდან, რაც ქვეყანაში მოხდა. ქვეყანაში რა მოხდა? ქვეყანაში მივიღეთ არაფინანსური დოკუმენტი 2013 წლის ბიუჯეტის სახით, არამედ მივიღეთ პოლიტიკური ბიუჯეტი. ეს იყო წმინდა პოლიტიკური აქტი და არა ეკონომიკური დოკუმენტი. იმიტომ რომ ქვეყანამ აიღო იმაზე მეტი ვალდებულებები, იმაზე მეტი დაგეგმა, ვიდრე დახარჯვა შეეძლო. ქვეყნის ბიუჯეტი დაიგეგმა სოციალურად, დაიტვირთა სოციალურად მძიმე ვალდებულებებით. და ბუნებრივია, როცა სოციალური ვალდებულებები აცდენილია რეალურ შემოსავლებს, იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც მდგომარეობაც ქვეყანაშია და მართლაც მძიმე მდგომარეობა იყო, იმიტომ რომ მემკვიდრეობა არ იყო სახარბიელო, რაც ახალ ხელისუფლებამ ძველი ხელისუფლებისგან მიიღო. მაკროეკონომიკური პარამეტრების. ამ ყველაფრის გამოსწორების შანსს ხედავთ? წელს არა. მაგრამ მე ვხედავ საფრთხეს, რომ ხელისუფლებამ იმ ბიუჯეტის პროექტში, რომელიც 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის სახით პარლამენტში შეიტანა, ზუსტად იგივე ტენდენციები და იგივე აქცენტებია ცდარის სახით დაშვებული და ეხლა ჩვენ ამ ბიუჯეტს უკვე თავი უნდა გავანებოთ, ამას არაფერი არ შეიძლება. უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რა შეიძლება გაკეთდეს 2014 წლის. ბატონ პაატა, რა შეიძლება გაკეთდეს მომავალში იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული, აი ეს ყველა რაღაც დაანონსებული კრიზისი, რომელზეც უფრო მეტად ოპოზიცია საუბრობს, სხვათა შორის. მე მგონი ბატონმა ლევმა უკვე ბრძანა, რომ თავრობამაც აღიარა, რომ ეს კრიზისი შეიძლება კარზე მომდგარი. მაგრამ არის თუ არა ეს შვება მოსახლეობისთვის? არა, რა თქმა უნდა, არა, პირიქით. ეს ნიშანია, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს. ეს აღიარება უკვე ნიშნავს, რომ თვითონ შიგნით გუნდში ფიქრობენ, რომ დროა ცვლილებების და ეხლა კარგი სიტუაციაა, მისთვის ახალი მინისტრთა კაბინეტი უნდა ჩამოყალიბდეს რამოდენიმე დღეში. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბატონო პაატა, თქვენ როგორ ფიქრობთ, შესაძლოა რომ მთავრობის ეკონომიკურ გუნდში განხორციელდეს რაიმე ცვლილებები? თუ უნდათ რომ აიცილონ თავიდან იგივე შეცდომების გამეორება, ეს გარდაუვალია.
ჩემი მტკიცე პოზიციაა, რომ ეკონომიკური გუნდი არის აბსოლუტურად გადასახალისებელი. მაგრამ თავარი არ არის პიროვნული გადასახალისება, თავარი არის შინაარსობრივი გადასახალისება. და მიდგომები, რა პრიორიტეტები უნდა იყოს, რა მიდგომები უფრო სწორი. მე ვფიქრობდი, მე რამოდენიმეჯერ ვთქვი და გავიმეორებ, რომ მე ვფიქრობდი და ველოდები და მინდა რომ მოусმინო ესეთი რაღაცა, რომ ახალი მთავრობა აიღებს ორიენტაციას მეტი ეკონომიკური თავისუფლებისთვის. რას ნიშნავს პრაქტიკულად ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ მიეცემა ასპარეზი ძალიან ბევრ ადამიანს, რომ თავი გამოიჩინოს ნაკლები გადასახადების, ნაკლები რეგულირების და ბევრი ალტერნატივის პირობებში. როდესაც სახელმწიფო კი არ ერევა, არამედ გადის სცენა, რომ დაუთმოს კერძო სექტორს ასპარეზი. იმის მაგერად, რომ სოციალური ვალდებულებები თავის თავზე აიღოს, პირიქით უნდა დაუთმოს კერძო სექტორს, რომელიც ამ სოციალურ ვალდებულებებს აქცევს კერძო ინტერესსა და შესაბამისად უკეთესი ხარისხით დააკმაყოფილებს. ჩვენ უნდა გქონდეს პრინციპულად განსხვავებული მიდგომა, როგორც ქვეყანას, ორიენტაცია უნდა ავიღოთ იმას, რომ გავხდეთ პირველები აი იმ ინდექსებში, რომელიც ხშირად არის ნახსენები, იგივე ბიზნესის კეთების ინდექსი, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი და სხვა ინდექსები, რომელშიც საქართველოს ქონდა შედეგები და ხონდეს ამისი, რომ გავხდეთ პირველები, თუმცა რეალურად გვაქვს თუ არა ამის რესურსი, რომ გავხდეთ გვაქვს ყველა ინდექსში ბოლო და სახედავთ აი ამ რესურსს თქვენ. ყველა ამ ინდექსში საქართველოს ქონდა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ბოლო 8 წლის, 9 წლის განმავლობაში, შესაბამისად ეს შესაძლებელია, რომ გაგრძელდეს. და ამისგან დავისახოთ, რომ გავხდეთ ნომერი პირველი. ეს არის ამოცანა, რესურსი არის ძალიან ბევრი. იგივე მონეტარული რეფორმიდან დაწყებული, საგადასახადო დეცენტრალიზებიდან და კონკურენციიდან დამთავრებული პრივატიზების გაგრძელებიდან, რომელიც პრაქტიკულად შეჩერებული იყო წლის განმავლობაში და იმ ნიშნების მიცემისთვის ინვესტორებისთვის, რომელიც იქნებოდა მათთვის საინტერესო. სიმყარეს შეძენდა და მათი გადაწყვეტილებები იქნებოდა უფრო თამამი. დღეს ნახეთ რა ხდებოდა წლის განმავლობაში. მეტი რეგულაციები შემოდიოდა, გადასახადები არ შემცირდა დაგეგმილის შესაბამისად, კერძო სექტორს ჩამოერთვა ძალიან ბევრი მიმართულებით ასპარეზი მუშაობის, იგივე სახელმძღვანელოების ყმადაღებული საქმიდან დაიწყო და ჯანდაცვის და სხვა სფეროებში შეგვიძლია იგივე განვიხილოთ, განათლებაშიც იგივე შეიძლება ითქვას, რომ მთელი რიგი ფაკულტეტები სახელმწიფო დაფინანსებაზე გადავიდა და რა თქმა უნდა კერძო ინვესტორებს ისინი უკვე საინტერესო აღარ გახდიან. შემდეგ მეტი ვალდებულებები აიღო სახელმწიფო. ზედმეტად ბევრი ვალდებულებები ის ეკონომიკაში შევიდა როგორც მოთამაშე და არა როგორც რეგულატორი. გარდა ამისა, არც ერთი სერიოზული პრობლემა, რომელიც წინამთავრობის დროს ფიქსირდებოდა, არ იქნა გამოსწორებული. არ შეცვლილა დამოკიდებულება მონოპოლიების მიმართ. მეტიც, ახლა უფრო მეტი მონოპოლია ვიდრე მაშინ იყო. არ შეცვლილა დამოკიდებულება საკუთრების უფლების მიმართ. არც ერთი სერიოზული დავა, რომელიც იყო ბოლომდე არ მიყვანილი, აი ეხლა ხან იქნა გააქტიურებული ლიბერტი ბანკის საკითხი. აი ამ 1 წლის განმავლობაში მოხერხებული იყო ეს შესაძლებელი იყო, ძალიან მარტივად იყო შესაძლებელი და მე არც იმის თქმა მოვერიდები, რომ შეიძლება ეკონომიკური და არა მარტო 6, არამედ 10 და მეტი ყოფილიყო თუ იქნებოდა სწორი მიდგომა. უფრო მეტი ასპარეზი კერძო სექტორისათვის დათმობილი, მაგრამ ეს არ მოხდა. აქ იყო შეცდომა. სინამდვილეში შეცდომა იყო, რომ იდეოლოგიურად, აი შინაარსის თვალსაზრისით იქნა გაკეთებული მცდარი ნაბიჯი. იყო ესეთი დამოკიდებულება, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ხვის მაგივრად უფრო მეტი. წინამთავრობამ და ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ახალმა მთავრობამ თქვა კიდევ უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი. მაგრამ სინამდვილეში უნდა ყოფილიყო, მოდით გაკეთება ვაცადოთ კერძო სექტორს. ის უფრო ეფექტურია, უფრო კარგად ხარჯავს თავის ფულს და მეტი ასპარეზი მივცეთ. დაპირება იყო არასწორი და ზედმეტად რასაკვირველია, ეს დაპირებებზე გამოგიდება იყო დიდი შეცდომა. იმიტომ რომ არასწორი დაპირებების განხორციელება კიდევ უფრო დიდ ჩიხში შეიყვანს. და შეიყვანა კიდევაც, ეხლა მე მგონი თვითონაც უნდა აღიარონ და პასუხისმგებლობაც უნდა აიღონ განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, ვინც წერდა ამ ვალდებულებებს. რაც შეეხება არჩევნებს, კოაბიტაციის თემას, რომელზეც იყო დღეს და გუშინაც და ამას წინათაც რაღაც რამდენიმე ხანია უკვე ბოლო დროს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლების მხრიდან მიზეზებზე საუბრისას, სწორედ ამაზე არის მინიშნება ხოლმე. ამ მიზეზებს თქვენ არ თვლით, რომ მართლაც გავლენა იქონია? არჩევნები დემოკრატიულ სისტემაში არის ყოველდღიური და მუდმივი პროცესი, ამიტომ არჩევნებზე რაღაცის გადაბრალება არ დიდი შეცდომა. მით უმეტეს, რომ მართულ უმრავლესობას ჰქონდა საკმარისი ძალა დაეძლია ყველა ვეტო, რომელიც პრეზიდენტმა დაადო გასული წლის განმავლობაში რაღაც გადაწყვეტილებებს და მათ შორის თითქმის არც ერთი არ ყოფილა ეკონომიკური ხასიათი, რაც მე მგონი იყო პრეზიდენტის შეცდომა. ასე რომ სხვაზე გადაბრალება თავისი უნარობის არ ღირს. არასწორია, უბრალოდ არაკორექტულიცაა და შინაარსობრივადაც არავინ არ გაიზიარა ეს მოსაზრება. მე არ მინახე ადამიანი, რომელმაც ეს მოსაზრება გაიზიარა.
რატო ბატონმა ემზარმა ეხა ჩამოთვალა და თქვა რომ ამან გარკვეულწილად გავლენები იქონიაო. ნუ რა გავლენა უნდა იქონია მაგალითად პრეზიდენტი რომელსაც არ შემოუყალიბებია მინისტრი კაბინეტი არანაირი გადაწყვეტილებებზე რეალურად გავლენა არ ჰქონდა. არანაირი. უბრალოდ ხელს აწერდა სხვის გადაწყვეტილებას. თვითონ არ შეეძლო არაფრის გაკეთება. რა გავლენა შეეძლო რომ მოეხდინა. მნიშვნელოვანი იყო ის კიდე ერთი რაღაცა. რაც მნიშვნელოვანია რომ ხაზგასმული იქნას და გაგებული იქნას სწორად. თუ ეს მთავრობა წაიყვანდა თავის პოლიტიკას, წინა მთავრობა ამ შემთხვევაში წაიყვანდა პოლიტიკას ეკონომიკური თავისუფლების გაფართოების მიმართულებით, ნაციონალურ მოძრაობას უბრალოდ არ ექნებოდა ასპარეზზე სალაპარაკო. და აი კოაბიტაციას საინვესტიციო გარემოზე გავლენა არ შეეძლო ქონოდა ჩინეთში არის უფრო მეტი ინვესტიციები, ხო? მიუხედავად იმისა, რომ იქ არის კომუნისტური რეჟიმი. ხშირად ეს რეჟიმზე ლაპარაკი აპელირება და არასწორად ხდება ჩემი აზრით. ჩვენთან არის სხვა სიტუაცია, ხელისუფლებას ჰქონდა ყველა ბერკეტი იმისათვის, რომ გააქორწელებია თუ რამის ცვლილება შეეძლო. მაგრამ ეს ბერკეტები გამოიყენა ეკონომიკური განვითარების შეფერხებისთვის. აი ეს იყო დიდი ხარვეზე. სამწუხაროდ ეს იდეოლოგიური კომპონენტი იყო უფრო დიდი. ჩემი ღრმა წმენით უბრალოდ ნაციონალურ მოძრაობას ასპარეზის კი არ ექნებოდა იმისათვის, რომ შეეფერხებინა რამე აი ამ სიტუაციიდან გამომდინარე. კარგით. მოდით ეხლა გამოსავალზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ მე მგონი უკვე თანდათან რაღაც დასასრულისკენ უნდა წავიდეთ. შესაბამისად, საინტერესოა თქვენი მოსაზრებები, თქვენი დავუშვათ იგივე რჩევები მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიმართ და თქვენი მოლოდინები, ბატონო ემზარ. რამდენიმე მინდა დავამატო რამდენიმე ძველ სიტუაციას უბრალოდ მიმდინარეს, თუმცა არ ვთქვით მაინც გამოსავალზე ვილაპარაკებთ. რაში იყო მთავარი პრობლემა? უფრო ზუსტად რო ვთქვათ, პრობლემა იყო მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის არასინქრონიზაციაში. მთავარი პრობლემა იყო იმაში, რომ ხარჯები არ გაწია ქვეყანამ. ხარჯები რო გაეწია, აქ ლაპარაკია გადასახადის დამბრუნებელ დარგებში, ეკონომიკური ზრდაც გაცილებით მეტი იქნებოდა და ბუნებრივია არანაირი პრობლემა არ იქნებოდა. რატო არ იქნა ეს კაპიტალური ხარჯი გაწეული? რაც შეეხება ციფრებს, ესაც აუცილებელია ჩვენ იცოდეთ მოსახლეობა დღეს მდგომარეობით 280 მილიონი ლარი ხაზინას უდევს. ანუ ფული ყოველთვის იყო, ხარჯებს არ წერდნენ, გადაწყვეტილების მიღება არ ხდებოდა დროულად, კაცრად და როგორც ვთქვათ სისტემატიზებულად. და რატომ ბატონო ემზარ? ეს იმიტომ რომ ალბათ ახალი მინისტრები იყვნენ. ახლა არ ქონდათ ამის გადაწყვეტის თუ და ესეთი როგორ გითხრათ შინაგანი ძალა. იყო ეს სხვადასხვა სინდრომი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სინდრომი და სხვა სინდრომი. ის თქვათ მაგალითად ყველას უნდოდა რომ ეს ბატონ ბიზნესთან შეეთანხმებინა და ელით რომ სამომავლოდ უფრო გამბედავები იქნებიან მინისტრთა კაბინეტის წევრები და სამომავლოდ ბატონ ბიზნესა აღარ იქნებოდა ამ თვალსაზრისით. ანუ მუდმივად იყო ესეთი მიდგომა ჩემი თვალსაზრისით მე იქაც ბატონ ბიზნესთან ვილაპარაკე რომ ისინი ელოდებოდნენ რომ ბატონ ბიზნესა მისცემდა დავალებას ის ბატონ ბიზნესა არ აძლევდა დავალებას მას მიაჩნდა ალბათ კარგადაც მიაჩნდა რომ მინისტრი ხარ და კანონში წერია და შენი ფუნქციები და შენასრულე შენი საქმიანობა და დიდი გადაწყვეტილების მიღება არ ხდებოდა. ამიტომ ბევრი პროექტი მოხდება თუ არა ეხლა, იქნება თუ არა უფრო ეფექტური. კიდე დავამთავროთ რა შეგვეშალა შარშან თუ მიმდინარესაც მოდის გიხდეთ. იმიტომ აი ამის გამო მოხდა ის რომ არ დახარჯეს ფული. აი არ დახარჯვამ გამოიწვია ის რომ დეფლაცია მივიღეთ, გაჩერდა ბევრი საწარმო სხვა მიზეზთან ერთად და ფაქტიურად ინფლაცია არ ქონდა, ბიუჯეტური პროფიციტი იყო და ქვეყანა დადგა იმის წინაშე რომ რეალურად ეკონომიკური და როგორც დღესდღეობით შეჭრა. ამას მოყვა უკვე ჯაჭვური რეაქცია, იმიტომ რომ ხაჭა ეროვნულ ბანკს ბატონ პატას მინდა პოლემიკაში შევიდე, გავაცოცხლო ცოტა ეს ეთერი, იმიტომ რომ ძალიან ვეთანხმებით ერთმანეთს და არასწორია. მე ვეთანხმები ეროვნულ ბატონ პატაც არ დაგეთანხმათ ბევრ რამეს. არა, ეროვნულ ბანკის პოლიტიკას ვეთანხმები. გასული წლის პოლიტიკაზე საუბრობთ? არა, მიმდინარე. ხო, ამ წლის. ხო. ნუ ერთი წინააღმდეგობაა თქვენ საუბარში ორი რაღაცაშია წინააღმდეგობა. პირველი ის რომ თქვენ ბრძანები პროფიციტური იყო, როგორ იყო პროფიციტური, დეფიციტურია. ჩვენ გვაქვს ციფრები, რომ შემოსავლები არ არის საკმარისი, ეგ ერთი. მეორე თქვენ ამბობთ რომ არ ხარჯავდაო. პირიქით მე მგონი ძალიან ბევრს ხარჯავდა, საქმეც იმაშია რომ ბევრს ხარჯავდა და კიდე მეტის დახარჯვა უნდა. კარგი, სამწუხაროდ აი ამდენი დრო აღარ მაქვს და ლევანსაც უნდა მივცე. აუცილებლად დავალოთ. მე ხამბობ რომ არ ხარჯავდა კაპიტალურ ნაცვლად. გავიგეთ. მე სოციალურ სხვა არ ვეხე, იყო ახალი უბრალოდ ახალი ბიუჯეტი და დროს კაპიტალურ ნაწილში არ ხარჯავდა. დიახაც დააკრა 1 მილიარდი დააკრა, დაეხარჯა უფრო მეტი.
ზუსტად ეკონომიკის და იქნებოდა უფრო სხვა დონეზე. კარგით, ბატონო ენცა. კაპიტალურს არ ხარჯავდა, აუცილებლად დაუმთავრე ეს ასე არა, ლევანს უნდა მივცე ხა საშუალება დაასრულეთ აზრი და ერთი წუთი ლევანს. მაქსიმალურად შეეცადა რომ შეეწყო ეკონომიკისთვის ხელი, დაწია სააღრიცხვო პროცენტი მინიმუმამდე, ეს ფული M2-ის მაჩვენებელი რო ნახოთ 4 მილიარდ ნახევარია, მოვიდა კომერციული ბანკამდე, კომერციული ბანკებიდან აღარ წავიდა ეკონომიკაში. ამიტომ დღეს არის ესეთი ამოცანა, უნდა ავწიოთ 3%-ამდე ინფლაცია, ბიუჯეტის დეფიციტი 4%-ამდე, სახელმწიფო მმართველობით ხარჯი უნდა შემცირდეს და აუცილებლად იქ ერთი ფაქტორი იყო, რომ ფონდები გვიან ამუშავდა, ჯერაც არ არის ბოლომდე ამუშავებული. ფონდი ბოლომდე უნდა შევდეს და აუცილებლად ეკონომიკა უნდა გაიზარდოს. დიდი მადლობა. ლევანისთვის დრო აღარ დამუშა. ზუსტად ორი წინადადება ლევან. ხო, ნუ რა უნდა გაკეთდეს? ორი აქცენტები უნდა დაისვას. ეს პირველ რიგში უნდა გამოიხატოს იმაში, რომ ხელისუფლებამ უნდა ისწავლოს იმდენის ხარჯვა, რამდენის ამოღებაც გადასახადების სახით შეუძლია. არ უნდა დავტვირთოთ ბიუჯეტის ზედმეტი სოციალური ხარჯებით და არ უნდა შევქმნათ ილუზია, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის. ძალიან დიდი მადლობა. ერთი წინადადება 2014 წელს მცირდება DGG-ს შემოსავლების ნაწილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიზნეს აქტივობა აპრიორი თავიდანვე ხელისუფლებას შემცირებული ტემპით აქვს ჩადებული. მაშინ როცა ეკონომიკური ზრდა 5% და რის ხარჯზე შიდა ვალის და საგარეო წყაროებიდან ახალი 730 მილიონი ლარის აღების ხარჯზე, ეს არასწორი საბიუჯეტო პრიორიტეტია. დიდი მადლობა ბატონებო, იმისათვის რომ რეკომენდაციები გაეცით, იმედია გისმენდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. პირველი სტუდიის ეთერი კი დასრულდა. მე უკვე ორშაბათამდე გემშვიდობებით, ორშაბათს ისევ 21 საათზე შევხვდებით ერთმანეთს, საინტერესო თემებითა და სტუმრებით, ასე რომ დროებით და სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ.